გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola. წლის თებერვალში საქართველოსში ექსპორტი წლიურად 7%-ით შემცირდა და 431.9 მილიონი დოლარი შეადგინა. მთლიანად იანვარ-თებერვალში კი ექსპორტი 835 მილიონი დოლარის ტოლი იყო. ეს მაჩვენებელი წლიურად 4%-ით არის გაზრდილი, რაც იანვარში ექსპორტის 18%-იანი ზრდით იყო განპირობებული. რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა თებერვალში ასევე 7%-ით შემცირდა მილიარდ 100 მილიონი დოლარით. თუმცა იანვარ-თებერვლის იმპორტი ჯამურად 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარი იყო. ზრდა 19.5%, მაგრამ აქედან 9 მილიარდ დოლარზე მეტი. ქვეყანაში ძვირად ღირებული ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტზე მოდიოდა. მის გარეშე რეალური იმპორტი 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარი იყო. უფრო დეტალურად თუ რა საქონლის იმპორტი და ექსპორტი შემცირდა 2025 წლის თებერვალში, ცნობილი გახდება 19 მარტს, როდესაც საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. ამასთან ბანკი მოელის, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია გაიზრდება. ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ინფლაციის დონე მიზნობრივ 3%-ს დროებით გადააჭარბებს, თუმცა წლის ჭრილში მაინც მიზნობრივი 3%-ის მიდამოში შენარჩუნდება. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ 2025 წლის იანვრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რაც 11%-იან ზრდაზე მიუთითებდა, ქვეყანაში მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს, თუმცა სები ელოდება, რომ მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკაში გაურკვევლობა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალის ამსახველი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, ვალის მთლიანმა მოცულობამ დოლარში 8 მილიარდ 580 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც იანვართან შედარებით 30 მილიონი დოლარით მეტია. 2024 წლის თებერვალთან შედარებით კი საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 173 მილიონი დოლარით არის შემცირებული, თუმცა ეს კლება ძირითადად დაკავშირებულია გაცვლითი კურსის ეფექტთან. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს მილიარდ 333 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 30%-ით ნაკლებია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ FDI-ის მონაცემებში პირდაპირ მინიშნებულია, რომ შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზებს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება ორ კომპონენტში: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირება. სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი 526 მილიონი დოლარის ინვესტიციები განხორციელდა საფინანსო სექტორში, თუმცა წლიურად ამ დარგში შემცირება 60 მილიონი დოლარია. მეორე ადგილზე 170 მილიონი დოლარის ინვესტიციების შემცირებით დამამუშავებელი მრეწველობაა, სადაც FDI წლიურად 130 მილიონი დოლარით არის შემცირებული. მესამე პოზიციას კი უძრავი ქონების სექტორი იკავებს 155 მილიონი დოლარით, სადაც ზრდა 44 მილიონია. ფიზიკური პირებისთვის 2 მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური კრედიტების რეფინანსირებისას და მათი ერთი ბანკიდან მეორეში გადატანის დროს ბანკის მიერ დაწესებული წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა არსებული 2%-დან 0.5%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, წინსწრების საკომისიოს შემცირება მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შემოსავლების სამსახურმა საქართველოს უმსხვილეს მომპოვებელ კომპანია ჯორჯიან მანგანეს საგადასახადო გირავნობა დაადო. კომპანიის მიერ მოწოდებული წერილობითი პასუხიდან ირკვევა, რომ საუბარია 10 მილიონ ლარზე, რაც ჯორჯიან მანგანეს ბიუჯეტის წინაშე მართებს. ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა, რასაც ორგანიზაციის მიერ გამოკითხული 200-მდე ევროპული კომპანია მთავარ
ხელის შემშლელ ფაქტორად ასახელებს. გამოკითხული ბიზნესებიდან 77%-მდე მთავარ გამოწვევად სწორედ პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს. მეორე ადგილზეა სამუშაო კადრების დეფიციტი და მათი არასაკმარისი უნარები, რომელსაც ბიზნესის კეთებისთვის მთავარ გამოწვევად გამოკითხული ბიზნესების 66% ასახელებს. მესამე ადგილს კი არაეფექტიანი სასამართლო სისტემა იკავებს 58%-ით. მაშასე, დღეს 16 მარტია და ყველაფერი მზად არის, რომ შევაჯამოთ ბიზნესისა და ეკონომიკის მთავარი ამბები საქართველოში და მსოფლიოში. ეს BMG-ა. მე მიესალმები საქმიან საზოგადოებას, იმედია კარგად ატარებთ უქმეებს, BMG თქვენთვის აგრძელებს მუშაობას და ვაჯამებთ კვირის მთავარ ამბებს ეკონომიკაში და ბიზნესში, საქართველოში, რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის გადაცემა ბიზნესის კვირეული გიორგი ისაკაძესთან ერთად. გასული კვირის ძირითად მონაცემებს გადავხედოთ მარტად. გასული კვირის განმავლობაში წინა პარასკევს მიღებულ კურსთან შედარებით ლარი დოლართან მიმართებით 21 მეასეთი თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც 1 დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 77 თეთრზე, ამის საპირისპიროდ ლარმა 86 მეასეთი თეთრით დათმო პოზიციები ევროსთან და შედეგად ევროს ღირებულება 3 ლარზეა. ბრიტანული გირვანკა სტერლინგი ასევე -29 მეასეთი თეთრში იყო და მისი ფასი 3 ლარსა და 60 თეთრზეა. მოდი გადავხედოთ როგორ გამოიყურება დანარჩენი ვალუტების პოზიციონირება გასულ კვირეულში. ეს არის სამყარო სავაჭრო ვალუტები, რომლითაც პოზიციონირებს საქართველო, რომლის ყველაზე ხშირი გადახურდავება ხდება დოლარზე და ევროზე. მოგახსენეთ უკვე ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის გირვანკა სტერლინგზე, თურქულმა ლირამ ასევე გამყარება აჩვენა ლარმა თურქულ ლირასთან მიმართებით. გაუარესებულია პოზიციები რუსული რუბლის და სომხურ დრამთან მიმართებით, აზერბაიჯანული მანათიდან დაწყებული ვიდრე ჩინური იუანი, იაპონური იენი და უკრაინული გრივნა აქ კვლავ ლარი აჩვენებს გამყარებას. დოლართან ლარის გამყარების მთავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ ერთ უმთავრეს არგუმენტში. ეს არის თავად შეერთებული შტატების დოლარის გაუფასურება. ბოლო ერთ კვირაში დოლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა, შესაბამისად ევრო უკანასკნელი დღეების განმავლობაში მყარდება, რაც მათ შორის ევროსთან ლარის გაუფასურებასაც იწვევს. ევრო დოლართან მიმართებით კიდევ უფრო გამყარდა, მას შემდეგ რაც გერმანიის ახალი მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებისთვის მასშტაბური ხარჯვითი გეგმის შესახებ შეჯერდა და ამ ფონზე დოლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა, თუმცა შვეიცარიულ ფრანკთან და იენთან მიმართებით გამყარებულია. მიმდინარე კვირის დასაწყისში 1 ევრო 1 დოლარი და 84 მეათეათასედი ღირდა, არსებული კურსით კი მისი ფასი უკვე დოლარი და 88 მეათეათასედია. თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სავალუტო ცვლილებები მოხდა მიმდინარე თვის დასაწყისში, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის ტარიფების დაწესება არ დაწესების შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან მიმართებით ევროსთან დოლარის გაუფასურება ძალიან თვალში საცემი იყო. თუკი 3 მარტს 1 ევრო 1 დოლარი და 4 მეასედი თუკი 1 ევრო 1 დოლარი და 4 მეასეთი ცენტი ღირდა 11 მარტს გაუფასურებამ 5 მეათეათასედი ცენტით აჩვენა გაუფასურება. ბოლო ორ დღის განმავლობაში კი ის კვლავ ნიშნული სიახლოვეს ფიქსირდება. რო დაუბრუნდეთ გარემოებებს, აქ ესეთი ვითარება გვაქვს, რომ გერმანიის მომავალმა ლიდერმა და კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 9 ტრილიონის 500 მილიარდი ევროს, ეს დოლარში არის 554 მილიარდ 300 მილიონი ევრო, ისა დოლარი. ინფრასტრუქტურის ხარჯვის გეგმას დაუჭირა მხარი. როიტერსიც იუწყება, რომ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ევროს შემდგომ გამყარებას გამოიწვევს, რადგან ამხელა მოცულობის თანხის ინვესტირება კარგახანია გერმანიას არ ახსოვს. ევრომ დოლართან, გირვანკასთან და შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებით ზრდა მეორე კვირაა, რაც აჩვენა, ამასთან კვირის ბოლოს დოლარის ინდექსი დაცემულია და ამასაც მიზეზები აქვს, ვინაიდან შეერთებული შტატები ხარჯის შემცირებაზე არის ორიენტირებული, ხოლო ევროკავშირი კი პირიქით ზრდის ამას ყველაფერს. ღირს აღნიშნოთ, რომ კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მზადა ვარ ტრამპთან სათანამშრომლოთო, მიუხედავად ტარიფებთან დაკავშირებული შეშფოთებისა, ამან კანადური დოლარის გამყარება გამოიწვია. ანალიტიკოსებმა ისიც აღნიშნეს, რომ კვირა
დადებითად დასრულდა ჯამში, რადგან შეერთებული შტატების ეგრეთ წოდებული shutdown-ი, ანუ მთავრობის გადადგომა თავიდან იქნა აცილებული, გერმანიაში სტიმულირების პოლიტიკა განხორციელდა და ამ ყველაფრის შემხედვარემ, რაც შეეხება ვითარებას გლობალურ ბირჟებზე, გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის კვლავ უკიდურესად არასახარბიელო იყო. ხედავთ სამ წამყვან ინდექსს, Dow Jones-ი, NASDAQ-ი და S&P 500-ი თითქმის -4%-ია. ევროკავშირის მასშტაბითაც ვითარება ანალოგიური იყო, რადგან Stoxx 600-ის ფლაგმანური ინდექსი, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს 2%-ით დაეცა. ნეგატიური შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225-ს, რომელმაც ერთ კვირაში 0.5%-ით შემცირდა. რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის ნავთობის ფასი $70 პარკლიფშია, WTI 77-ად ივაჭრება. რაც ერთ კვირაში 1%-ით შემცირებული მაჩვენებელია, რუსულ ნავთობს რაც შეეხება ის $65 პარკლიფშია. ერთ კვირაში კორექცია 5%-იანია. ბუნებრივი აირის შემთხვევას რომ გადავხედოთ, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი-საათი ენერგიის ფასი 41 ევროს პარკლებში მერყეობს, რაც 8%-იანს დასწარმოადგენს. ბოლოს ოქროზეც მოდი ვისაუბროთ, მნიშვნელოვანია, რადგან მისი ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 3%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ფასმა რეკორდულ $3,000 გადააჭარბა. რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა გახლავთ, შეერთებულ შტატებში სავაჭრო ასპარეზზე დაძაბულობის ფონზე ოქროს ფასმა პარასკევს რეკორდულ ნიშნულს, ერთ უნციაზე $3,000 რომ გადააჭარბა, Reuters-ი ამას შეერთებულ შტატებში ამატებს ოქროს ფიუჩერსებზე ფასის ზრდითაც 0.6%-ით, რაც მოასწავებს ოქროს შემდგომ ზრდას. ოქრო, როგორც წესი, საიმედო ინვესტიციად ითვლება ეკონომიკური რყევების ეპოქაში. 2025 წელს 14%-ით არის უკვე გაზრდილი ევრო, რაც ნაწილობრივ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომებთან არის დაკავშირებული. ძალიან ავტორიტეტული Macquarie Group-ის პროგნოზით ოქროს ღირებულება კვლავ გაიზრდება და წლის მესამე კვარტალში $3,500-საც მიაღწევს და როგორც კომპანიის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი აღნიშნავს, მიმდინარე წელს ოქრო მოსანოდნელზე მეტადაც გაწვირდა. იგივე Macquarie Group-ის განახლებურ პროგნოზს წინ უსწრებდა ფრანგული საინვესტიციო ბანკის BNP Paribas მიერ პროგნოზზე ზრდა, რომელიც მეორე კვარტლისთვის უნციაზე $3,100 ვარაუდობს. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სატარიფო მუქარების გავრცელება და საერთაშორისო ურთიერთობების გადახედვა მაკროეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობის ახალ შესაჩენს, რაც ოქროსთვის არსებითი ბუსტია, წერს BNP Paribas ეკონომისტი. ხო, რატომ არის ასეთ რეკორდულ კლებაში მსოფლიოს საფონდო ბირჟები და ძირითადად მაინც ამერიკის საფონდო ბირჟა? მიზეზი ისევ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ. ფაქტი ერთია, წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი საზომი ამერიკულ დოლართან ერთად არის ასევე საფონდო ბირჟა, ანუ Wall Street-ი, რომელსაც ცალსახად არ მოსწონს ის პოლიტიკა, რაც შეერთებულ შტატებში ტარდება და ინვესტორებს არ აქვთ პოზიტიური მოლოდინები. მეორეს მხრივ, ტრამპის ეკონომიკური გუნდი და გამორჩეულად კი ილონ მასკი მიანიშნებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ, რომ ვითარება გამოსწორდეს და ამერიკა, ციტირებ, გაბანკროტებას გადარჩეს. აქ მასკი და ტრამპის გუნდი მიანიშნებენ შეერთებული შტატების ძალზედ გაზრდილ შიდა და საგარეო ვალზე, რომლის მომსახურებაზეც მილიარდობით დოლარი იხარჯება და სწორედ აი ამ ვალის შემცირებას ცდილობენ სიტყვით და პერიოდულად საქმითაც ილონ მასკის დეპარტამენტი DOJ და შეერთებული შტატების სხვა სააგენტოები. აი ამ მიზეზით აიხსნა ისეთი მასშტაბური პროექტის დახურვა მსოფლიოში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო იყო, რომლის პროექტების უდიდესი ნაწილი დახურულია. ფაქტია, ტრამპმა და მასკმა ტრილიონობით ხარჯი მან ვერ აღმოაჩინეს, თუმცა საერთო ჯამში ამერიკის ბიუჯეტისთვის ამ პროგრამების დახურვით თუ არ ვწდები ამ დროისთვის $70 მილიარდამდე დაიზოგა. კიდევ რას მოასწავებს ილონ მასკის ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური ეფექტურობაზე ზრუნვის დეპარტამენტი, ეს გამოჩნდება უახლოეს მომავალში თუ მანამდე სერიოზულად არ შემოდრიალდა ვითარება, რადგან გემახსოვრებათ გასულ კვირაში მასკის კომპანიებსაც კი დასჭირდათ მთლად ამერიკის პრეზიდენტის დონეზე თეთრ სახლში სპეციალური წარმოდგენა, შოუ, პერფორმანსი, რაც გნებავთ ის დაარქვით. Tesla-ს ბოლო მოდელები იყო მოფენილი თეთრი სახლის ეზოში, სადაც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეიძენს Tesla-ს თავისთვის, შვილიშვილისთვის და ხო, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ცხადია ილონ მასკს იმ უბედურების ფონზე, რაც მასკის კომპანიების თითქმის 17%-იან აქციების 17%-იან გაუფასურებას მოჰყვა ბოლო კვირეებში. ეტყობა შეეხო ეს ამბავი მასკს
და ფაქტიურად ეგრევე ჯოკერი გაათამაშა ტრამპის ჩართვით, რომ რაიმენაირად მეტად მოეზიდა ინტერესი ინვესტორების მხრიდან მისი მშობლიური Tesla-სადმი, რომლის აქციებმაც გვარიანად მოიკლო ფასში. ეს უკვე გითხარით, თუმცა Tesla-ს გარდა მგონი კიდევ უამრავი კომპანიის მხარდაჭერა ევალება ტრამპს და მის ადმინისტრაციას, რომ რაც სხვა კომპანიის მაგალითზე ნამდვილად არ გვინახავს Tesla-ს გარდა. გარდა იმისა, რომ ზოგადად გლობალურად ინვესტორებს არ მოსწონთ, რაც შეერთებულ შტატებში ხდება და ეს პირველ რიგში მთავარ თერმომეტრზე დოლარის გაუფასურებაზე ისახება და კიდევ ერთ უმთავრეს საზომზე, რაცაც მე პირადად წარმატების საზომს დავარქმევდი, ანუ ამერიკის საფონდო ბირჟაზე და მისი ინდექსები ბოლო კვირებია უბრალოდ ჩამოქცეულია. ამაზე უკეთესად, ანუ რასაც აღწერს, თავად დოლარის გაუფასურება და ბირჟების ინდექსების დრამატული ჩამოქცევა არაფერი არ ასახავს ვითარებას ამერიკის ეკონომიკაში. ინვესტორები საკმაოდ დაიძაბენ და ცხადია ეს ყველაფერზე აისახა. მოდი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამერიკელი ოლიგარქი, საწყო მსოფლიოს მასშტაბით ილონ მასკის ისტორიის მაგალითზე ვნახოთ, უпроსტად მისი კომპანიის მაგალითზე ვნახოთ, რა არ მოსწონთ ინვესტორებს ილონ მასკის საქმიანობაში, ხო, და რატომ უფასურდება ილონ მასკის ერთ-ერთი ეტაპური კომპანიის Tesla-ს აქციების ფასი და რატომ არის ეს ყველაფერი კავშირში პოლიტიკასთან და რამ შეიძლება გამოასწოროს ვითარება. ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანიის Tesla-ს ინვესტორთა უმეტესობა ფიქრობს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის პოლიტიკური საქმიანობა კომპანიას აზიანებს. Morgan Stanley-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კომპანიის მსხვილ აქციონერთა 85%-ზე მეტი ამბობს, რომ მასკის პოლიტიკურ აქტივობას Tesla-ს აქციების შეფასებაზე ნეგატიური გავლენა აქვს. როგორც აქციონერები განმარტავენ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობამ Tesla-ს ბრენდის დიდი დარტყმა მიაყენა, რადგან სახელმწიფო პროგრამების დახურვამ და ფედერალური მუშაკების განთავისუფლებამ მოსახლეობაში დაგროვილი ბრაზი კომპანიის წინააღმდეგ მიმართა. როგორც Tesla-ს ინვესტორები ამბობენ, კომპანიის განვითარებისთვის ილონ მასკმა ამ პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა შეწყვიტოს, ან გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვოს და Tesla-ს მართვის პროცესს ჩამოშორდეს. პოლიტიკური კარიერის გამო შექმნილ სირთულეებზე თავად ილონ მასკიც ღიად საუბრობს. როგორც მან საჯაროდ განაცხადა, სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მართვა იმდენად შრომატევადია, რომ კომპანიების, მათ შორის Tesla-ს მართვა მისთვის ძალიან რთული გახდა. როგორც ის ამბობს, დოუჟის გამო ის საკუთარ თავზე აღებულ პასუხისმგებლობებს სრულყოფილი ეფექტიანობით ვერ უმკლავდება. რაც პრინციპში გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ილონ მასკი თითქმის მთელ დროს ვაშინგტონში ატარებს. ამ პერიოდში კი Tesla-ს მართვის პროცესს უბრალოდ ჩამოშორებულია ის და კომპანიას მისი მოადგილეები ხელმძღვანელობენ. როგორც მილიარდერი აღნიშნავს, სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტში ის კიდევ 1 წელი დარჩება, რა დროსაც დოუჟის თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდება. მისი განმარტებით, სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი საკუთარ მანდატს კეთილსინდისიერად ასრულებს და ამერიკის ფედერალური ხელისუფლების დანახარჯებს ამცირებს. მისივე თქმით, თუ დოუჟი მუშაობას გააგრძელებს, საბოლოო ჯამში ბიუჯეტის მიერ დაზოგილი თანხა $1 ტრილიონ-მდე გაიზრდება. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ფედერალურ მუშაკებზე მოდის, რომელთა რიცხვიც იანვარში დაახლოებით 10-15,000 შემცირდა ამერიკაში და მომავალში სავარაუდო სამსახურიდან კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაათავისუფლებენ. სწორედ ფედერალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლება ის საკითხი, რომელიც Tesla-ს ინვესტორებს განსაკუთრებით აწუხებთ, რადგან უმუშევრად დარჩენილი ადამიანები, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები Tesla-ს ოფისების და სადილეროების ტერიტორიაზე საპროტესტო აქციებს და დემონსტრაციებს მართავენ. ეს კი ბრენდზე რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ Tesla-ს ელექტრომობილების ძირითადი მომხმარებლები დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები და ლიბერალურ შტატებში მცხოვრები ამერიკელები იყვნენ, რომელთაც ახლა მასკის პოლიტიკური და სოციალური ხედვა იმდენად არ მოსწონთ, რომ Tesla-ს ელექტრომობილებით სარგებლობას იდეოლოგიურ წინააღმდეგობად მიიჩნევენ. მომხმარებლების განწყობის მკვეთრი გაუარესება რიცხვებშიც მკაფიოდ ჩანს. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, Tesla-ს აქციების შეფასება თითქმის 50%-აა შემცირებული. ანუ ის ბუსტი, რომელიც ილონ მასკის კომპანიამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სიახლობის გამო მიიღო, აც უკვე სრულად ისტორიის ნაწილად იქცა. ილონ მასკი კომპანიისთვის პრობლემას წარმოადგენს არა მარტო სამშობლოში, არამედ ამერიკის საზღვრებს გარეთაც. 2025 წლის იანვარში მაგალითად Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვები ევროპაში თითქმის განახებდა.
განსაკუთრებული კლება კი ლიბერალურად განწყობილ სახელმწიფოებში დაფიქსირდა, სადაც მასკის ბოლოდროინდელი ქცევა განსაკუთრებით არ მოსწონდა. ახლა უკვე Tesla-ს ინვესტორების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკულ პოლიტიკაში ჩართვით ილონ მასკი მის მთავარ საქმეზე, ელექტრომობილების წარმოებაზე აღარ კონცენტრირდება. პირიქით, ბოლო პერიოდში ილონ მასკი არც მწარე პოლიტიკურ განცხადებებს ერიდება და სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებში, მემარჯვენე ხშირად რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს ხალხაჭერას აღუთქვამს. მილიარდერის ამ ნაბიჯს ბევრი ინვესტორი ტოქსიკურად მიიჩნევს, რის გამოც ადამიანები Tesla-ს აქციებს ყიდიან, რაც კომპანიის შეფასებაზე ნეგატიურად აისახება. როგორც მსხვილი ინვესტორები ამბობენ, ილონ მასკმა ან უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური მასკარადი, ან Tesla-ს მართვის პროცესს ჩამოშორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ინვესტორები კი ამით უდიდეს ზარალს მიიღებენ. რაც შეეხება საქართველოს მაკრო პარამეტრებს პირეულის ჭრილში, რომლებიც ლარის კურსზე მოქმედებენ, თებერვლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტმა 431 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს წლიური 7%-ის შემცირებაა. წლიურად არის შემცირებული ასევე 7%-ით იმპორტი, რამაც თებერვალში 1.100 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან ცნობილია, რომ 2025 წლის თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 202 მილიონი დოლარით იკლო. ჯერჯერობით სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები საჯაროდ ცნობილი არ არის. ერთ-ერთ ყველაზე სუსტ წერტილად საქართველოს ეკონომიკისთვის რჩება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, გაგიკვირდება და ეს სტატისტიკურადაც დასტურდება. საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1.333 მილიონი დოლარს გაუტოლდა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 30%-ით ნაკლებია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 2024 წლის წინასწარ მონაცემებში აღნიშნულია, რომ შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზებს წარმოადგენს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტი, სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირება. ანუ იდეაში, რასაც ისედაც ქართული კომპანიები აკეთებდნენ გასულ წლებში და აღირიცხებოდა როგორც პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, იმანაც კი იკლო. სექტორების მიხედვით ავანგარდში კვლავ საფინანსო სექტორია. მას მოყვება გადამამუშავებელი მრეწველობა, მაგრამ ორთავე წლიურ ჭრილში კლებას აჩვენებს. მოკლედ, გარდა უძრავი ქონების სექტორისა, რომელიც ინვესტიციებში მესამე ადგილზეა და შარშან ამ ინდუსტრიამ 44 მილიონი დოლარით მეტი მოიზიდა. აქვე გეტყვით ერთ ამბავს, რომელიც ძალიან მახარებს, რომ პოზიტივშია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების და ბანკების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ამ საგიჟეთში, რაც სოფლიოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ხდება, ეს ამბავი ორმაგად გასახარებელია და რაც უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს ამ სიხარულს, მით უფრო სწრაფად ეშველება საქართველოს ეკონომიკას. საქართველოს ბანკის ჯგუფი, რომელიც BGO სტიკერით არის წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე, თითქმის 3.5%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი არის 56.9 გირვანქა სტერლინგი, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.270 მილიონი ფუნტ სტერლინგია. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი თითქმის 38%-ით გაიზარდა. TBC PLC-ის აქციების ღირებულება არის 47% შემცირებული, ბანკის ერთი აქცია 44 გირვანქა სტერლინგამდეა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.760 მილიონი გირვანქა სტერლინგზე, ბოლო 6 თვეში TBC-მ თითქმის 50%-იანი ზრდა დადო აქციებისა. და GCAP, საქართველოს კაპიტალი, ჯორჯია კაპიტალის აქციები ის 1.74%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 15.2 გირვანქა სტერლინგია, GCAP-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 559 მილიარდ გირვანქა სტერლინგზეა, ბოლო 6 თვეში ირაკლი გილაურის მართული GCAP 50.9%-ით გაიზარდა. წარმატებები ქართულ კომპანიებს და ბიზნესს შინ თუ გარეთ. სწორედ ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტერვიუებით გავხსნით ბიზნესის კვირაულის დღევანდელი გადაცემის ამ ბლოკს. უკვე 5 წელიწადზე მეტია საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის CSR-ის მიმართულების
მიმართულებისთვის განათლება პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა შორისაა საქართველოს ბანკის და კომაროვის იგივე STEM სკოლის თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები, ასევე STEM ოლიმპიადა, ევერესტი, რომელიც პირველ მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადაა ჩემო ბატონო საქართველოში. ბანკის სტიპენდია და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია პროექტის შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს მიიღონ სწავლის 1-წლიანი 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. MSc ჯორჯიასთა სტიპენდიო პროგრამა და სწავლა დიდ ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში, საქართველოს ბანკის ჩივნინგის და ფულბრაიტისა და ასევე ხო ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში შესაძლებლობა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ისწავლონ უკვე სამაგისტრო საფეხურზე. სრული დაფინანსებით აქაც. მე ბევრჯერ მაქვს მონაყოლი თქვენთვის პროექტ ლიდერატორის შესახებ, სტუდენტების შექმნილი დასაქმების პროგრამა, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას სწავლის პარალელურად დაიწყონ მუშაობა საქართველოს ბანკში, ხოლო ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის ბანკმა საგანმანათლებლო პლატფორმა Business Course G შექმნა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციასთან ერთად. ანუ სმედფონდ სმედაზე არის საუბარი, ხარს უჭერს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებს. მოკლედ, ჩამონათვალი დიდია, ხო, გასულ კვირაში კიდე ბიზნეს მედიას მიმდევრები ასევე მოწმენი გახდნენ საქართველოს ბანკის მიერ კიდევ ერთი მხარდაჭერილი პროექტისა, რომელიც ამასპინძლო, ანუ ჰორეკა სექტორის მხარდასაჭერი ფონდის ჩამოყალიბებას უკავშირდება. მებოდიში რაიმე თუ გამომრჩა, მაგრამ ყველაფერს დანარჩენს ინფორმატიულად შეავსებს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე უკვე BMG-ში იმყოფება, ის მოემართება უკვე ჩვენი სტუდიისკენ და სწორედ მასთან ერთად შევავსებ იმ მისათქმელს, რაც არის დარჩენილი და რაც არა. გამარჯობა ანა, როგორ გძანდებით? კარგად, მადლობა თავი. მოგძანდით ანა? აი აქ თქვენი ადგილია. მოეწყეთ. შესავალს უსმენდით? გისმენდით და საკმაოდ ბევრი ისაუბრეთ ჩვენი პროექტების შესახებ. ხო და რაიმე ხო არ გამომრჩა? საკმაოდ კარგად ისაუბრეთ, მინდა გითხრათ. ძირითადში ის, რაც აქ ამ შემთხვევაში ანა გავაკეთეთ ერთგვარი როგორ თქვა, აღწერა, რაც კი გასულა ჩვენთან ეთერებში, მაგრამ პროექტების რაოდენობა შესავალში თქვი 4 ათეულზე მეტია უკვე. კი ბატონო. რა ეტაპზეა CSR მიმართულება დღეს? მოდი ეს იყოს გამხსნელი კითხვა და რა საპრიორიტეტებს მე უკვე გადავიდეთ. კი ბატონო. საქართველოს ბანკის CSR მიმართულება სამ მიმართულებას ფარავს. ეს არის განათლება, ბიზნესის მხარდაჭერა და დასაქმების ხელშეწყობა. როგორც უკვე აღნიშნეთ, 40-ზე მეტი პროექტი არის, რასაც მხარს უჭერთ. ეს პროექტები არის მიმდინარე პროექტები, როგორც თქვათ, აღნიშნეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია, Fulbright და ასე შემდეგ. და არის პროექტები, რომელსაც საჭიროების სამებ ყოველწლიურად ვამატებთ. ან ორ მხრივ მიდგომარი, ერთი რაღაც სტაბილურად, რასაც ვაფინანსებთ და გვჯერა რომ ეს არის რაღაც პილარები, მნიშვნელოვანი პილარები CSR მიმართულების. და ის საჭიროებები, რაც გამოჩნდება ხოლმე, ესეთი მაგალითად სტუმართმასპინძლობის ფონდი იყო ბიზნესის მხარდაჭერის ფონდი. კი ბატონო, კი და ვჯერა რომ ეს იქნება რეალურად ის ამ მიმართულებით ბევრი არაფერი კეთდებოდა, რაც ჩვენი მხრიდან იყო დაინიცირებული და ვჯერა რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებას ხარს დაუჭერს ამ სექტორში. ანა, როგორ ირჩევა? ანუ მე რაღაცა ლოგიკა ჩამომიყალიბდა ახლა ჰორეკას ფონდის შექმნის შემდეგ. მანამდე ცალსახად რაც იყო გამოკვეთილი, ეს იყო განათლების. კი ბატონო. განათლება არის პრიორიტეტი. განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. გვჯერა რომ განათლებისაზე არ უნდა გაჩერდე და აქედან გამომდინარე, როგორც აბსოლუტურად ყველა სეგმენტისთვის სხვადასხვა პროექტს ვაკეთებთ, კი იცით, როგორც მოსწავლეებისთვის იქნება ეს STEM სკოლა, იქნება ეს სტუდენტებისთვის ხარდაჭერა სტიპენდიის კუთხით და ასევე ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და მნიშვნელოვანი არის, რომ წელს კიდევ რამდენიმე პროექტს გეგმავთ ამ მიმართულებით, რომ დავამატოთ. ამ ნაწილში არაფერი არსებობს დაემატება კიდევ. აუცილებლად დაემატება, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მუდმივად პულსზე გვიდევს ხელი, რომ რა საჭიროებებია, სად რა სივრცეში არ ვართ პასუხისმგებლობის ფარგლებში და სად შეგვიძლია რომ წავახალისოთ. არ დაგასპოილერებთ, თუმცა მალე დავაანონსებთ ასევე ახალ პროექტს განათლების მიმართულებით და კიდევ უფრო დიდ სეგმენტს მიეცემა საშუალება, რომ ამ შესაძლებლობით ისარგებლო. წინა პროექტებთან დაკავშირებით რა რევიზია არის გაკეთებული? ანუ ხო არ არის რომელიმე პროექტი, რომელიც მოდიფიცირებას განიცდის, გაუქმდება და ის შეიძლება ჩანაცვლდეს ახლით.
გაუქმებას არ გეგმავთ, მოდიფიცირებას ყველა მუშაობს. ყველა პროექტი მუშაობს. და ყველა აქტიურია მოკითხვის. აქტიურია, თუმცა მოდიფიცირებას რა თქმა უნდა ყველა მათგანი განიცდის. მაგალითად, რაც ჯერ არ დაგვიანონსებია, მაგრამ თქვენ ერთ-ერთი დავაანონსებთ არის მაიამის ბერლინში სწავლების შესაძლებლობა, რომელიც მაიამის ეცკულის ფარგლებში ვაკეთებთ, აქამდე იყო ნაწილობრივი დაფინანსება, ხოლო სწავლას ვაფინანსებით. წელს უკვე შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომ ეს სტიპენდია აიღოს და სრული დაფინანსება მიიღოს, როგორც იქნება, თქვათ, ცხოვრების ხარჯი, ფრენის ხარჯი, საცხოვრებლის ხარჯი და სხვა. და ეს, თქვათ, ის მოდიფიცირება ჩვენს სტიპენდიანტებთან კომუნიკაციის შედეგად შედგა და ჩვენ პარტნიორებთან ერთად, რომ კიდევ უფრო მეტად ხელი შეუწყოთ მათ, რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანი გამოცდილება წარმატებით გაიარო. STEM სკოლასთან მიმართებაშიც მოდიფიცირებას მუდმივად გავდივართ და ვამატებთ სხვადასხვა მოდულებს, იქიდან გამომდინარე STEM კეიცით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი ცვლილებები ხდება, ანუ დღეს რაც იყო რელევანტური, შეიძლება ხვალ იგივენაირად რელევანტური არ იყოს, ან რაიმე სხვა საჭიროება გამოჩნდეს და კომაროვთან ერთად პარტნიორობით, რა თქმა უნდა, აქაც ბევრ ცვლილებებს ვაკეთებთ ხოლმე. თუმცა, როგორც ესეთი, რომ რაიმე პროექტის გაუქმებას გეგმავთ, არ გეგმავთ, პირიქით მიზანი არის, რომ ის გეფები თუ რამე არსებობს სეგმენტური დავამატოთ და როგორც გითხარით, რამდენიმე პროექტის დამატებას წელს გეგმავთ უკვე განათლების მიმართულებით. ანა, აუცილებლად გიქნება დაღრისხული რაოდენობა სტუდენტებისა, მოსწავლეთა, ასევე ჩართული მოდი რა რაოდენობის მოსწავლეები დაიფარა მთლიანად ამ პროექტების ფარგლებში. პროექტების ფარგლებში ამ 5 წლის განმავლობაში რაც განათლება არის პრიორიტეტი საქართველოს ბანკი 9 მილიონზე მეტი ბენეფიციარი ყოლია სხვა პროექტებით. ეს მოიცავს როგორც ჩვენ სასტიპენდიო პროგრამებს, მოიცავს ასევე კეიცით ვართ პარტნიორები Kings-ის, ვართ მხარდამჭერები Everest-ის, სხვადასხვა შეჯიბრებების და ასე შემდეგ, რომელიც როგორც ყოველწლიურად არის, ასევე ეტაპობრივად თუ თქვათ რაიმე კარგი ინიციატივა არის ხოლმე, ღია ვართ, ბუნებრივია რომ ჩვენ მოგმართონ და ეს მომართვენება საკმაოდ ხშირია, ამ პარტნიორებებში ვერთვებით. 2025. მე სპოილერის რაიმენაირად გააქტიურებას არ ვფიქრობ, არც აქვს დიდი აზრი ჩემი მხრიდან მაგ ცდელობას, მაგრამ როგორ წელიწადია თელ ბანკს ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ, ის ძალიან სვლადია და რაიმე მდგრად მიმართულებებზე გათვალ ხშირად ჩემი აზრით CSR მიმართულებითაც რთულდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არის თუ არა რაიმე ტიპის ცალსახა პრიორიტეტი სიახლეებიდან გამოკვეთილი, რაზეც თქვენ როგორც ამ მიმართულების ხელმძღვანელს საქართველოს ბანკისა შეგიძლიათ დაადასტუროთ, თუმცა მსგავსად 300 მილიონო ხორეკა ფონდისა ჩვენ მოლოდინი არ ქონდა რომ ეს ფონდი შეიქმნებოდა მარტის თვეში, მაგრამ კი ბატონო, როგორც გითხარით, ბევრს ვერ დავაანონსებთ, რა თქმა უნდა, კეიცით, თუმცა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის პროდუქტული, მათ შორის ბიზნესის მხარდამჭერით, ნამდვილად არის საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტული, რომ მდგრად განვითარებას შეუწყოთ ხელი ეკონომიკის და მდგრად განვითარებაში, რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსის წახალისება, ისევე როგორც ბიზნესის წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. განათლების კუთხით ჩვენ რა სეგმენტსაც ეხლა ვუყურებთ, არის კიდევ უფრო მაღალი ასაკის რეინჯი, იმიტომ რომ გვჯერა რომ მნიშვნელოვანია ეს განათლება, გადამზადება, პროფესიული კუთხე ასე შემდეგ, იყოს წახალისებული მუდმივად და ეს განათლების გზა არის მუდმივი კეიცით თქვენ გამოცდილებას, ჩემ გამოცდილებას ნამდვილად ესე იყო. ბიზნესის კუთხით რაც შეეხება, ბევრი მიმართულებით მუშაობთ, აქაც რა თქმა უნდა იქნება ახალი პროექტები წლის განმავლობაში, სხვადასხვა სექტორს დაეხმარება, ძირითადი აქცენტი ბუნებრივია, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით იქნება ამ პროექტების დანაზვნა წელში. ეს შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ არა ფონდის სახით არ უყურებთ ამ მსგავს წახალისებას, თუმცა პროექტულად აუცილებლად უყურებთ, პროდუქტულადაც აუცილებლად უყურებთ და წლის განმავლობაში ბევრ სიახლეს გვერდებით. წარმატებები. უღმესი მადლობა. წარმატებები, მე მინდა მადლობა გადაუხადო ანა ლომთაძეს და საქართველოს ბანკს კომუნიკაციისთვის და ამ ინტერვიუსთვის მათ გუნდს მე წარმატებებს ვუსურვებ და ეხლა მსურს მოგიყვეთ კიდევ ერთი პროექტის შესახებ, რომელიც თავისი მასშტაბით ნამდვილად მეგა პროექტია, ზედარწმუნებული ვარ რომ ამ თემაში ჩართულია საქართველოს ბანკიც და აქვს ამ პროექტში მინდა გითხრათ რომ აქვს სრულიად დამსახურებული პრეტენზია რომ საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისთვის გარდამტეხი როლი შეასრულოს. ამ პროექტის შემხედარე, რომლის განხორციელებაში სკეპსისი და უიმედობა ძალიან ბევრს ჰქონდა, შემიძლია მხოლოდ ის თქვა, რომ არაბული ემარი იქნება თუ სხვა გაცხადებული პროექტები, ამბასადორი ბათუმი აილენდის შემხედარე შეუძლიათ ალბათ რიგში ჩადგნენ, როგორც მასშტაბირების, ასევე ინოვაციურობის და არქიტექტურის თვალსაზრისით
რამდენიმე დღის წინ გახდით ბათუმში და სრულიად თვალში შესამჩნევად პროგრესირებს ამბასადორი აილენდ ბათუმის, ანუ ხელოვნურად შექმნილი კუნძულის პროექტი, რომელიც იზიდავს ინვესტიციებს და მის განვითარებაში სულ უფრო მეტ ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს რთავს. ამის თაობაზე მოგვიანებით, ჯერჯერობით არ მოგვიმზადებია სულად და ბოლომდე გადაცემა და ინტერვიუ სახით ამ პროექტის ხელმძღვანელთან და დირექტორთან, ბატონ გოჩა კამკიასთან, რომელიც ჩავწერეთ სწორედ იმ დღეებში, როცა ბათუმში BMG-ს ტელეპროექტის უძრავი ქონების პროსპექტის კონფერენცია დაჯილდოება გრემო მიმდინარეობდა. სამაგიეროდ მოვახერხეთ ჩაწერილია და მზად არის ინტერვიუ ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტის შემქმნელთან და შემოქმედთან, იტალიელ არქიტექტორთან ანდრეა ვიგანოსთან. ბევრი რამ არ მწოდნია ამ კომპანიის და ანდრეას კომპანიის და ამ პროექტის შესახებაც, ზოგადად ამ კომპანიის პორტფოლიოს შესახებაც, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, ცოდვა გამხელილი სჯობს, არც ის ვიცოდი, რომ ანდრეას და მისი არქიტექტურული კომპანიის თანამშრომლობა ამბასადორი ჯგუფთან უკვე 12 წელიწადზე მეტსაც ითვლის. და მათ შორის ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული თბილისი ამბასადორით სწორედ მათი, ანუ იტალიელი არქიტექტორის და ინტერიერი დიზაინერის ანდრეა ვიგანოს და ამბასადორი ჯგუფის დამფუძნებლის ერთობლივი ხედვის ასახვა. მოკლედ, ვის მიანდეს საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ამ დროისთვის ყველაზე ამბიციური და მასშტაბური პროექტის არქიტექტურული და დიზაინერული გადაწყვეტა. ვინც არ იცნობდით აქამდე, გაიცანით. იტალიელი არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ანდრეა ვიგანო. ანდრეა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც სასიამოვნოა. როგორც იქნა, თქვენ შესახებ ბევრი მსმენია, მაგრამ არასდროს წარმომედგინა, რომ საქართველოსთან იქნებოდით დაკავშირებული ამდენი წლის განმავლობაში. ვამბობ ხოლმე, რომ ნახევრად ქართველი ვარ. ხართ კიდეც 12 წელიწადია. დიახ, 12 წელზე მეტიც გია. ვფიქრობ 2011 წელს გვქონდა პირველი პროექტი საქართველოში, ამბასადორი თბილისი. რომელიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, აი ამას არ ამოვჭრი ნამდვილად ინტერვიუდან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სივრცეა. დიდი მადლობა. შესანიშნავი გამოცდილება იყო, რადგან პირველ რიგში ეს ჩვენი პირველი რეალური პროექტი იყო საქართველოში. საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდით, არც კულტურაზე და მათ შორის ხალხზე. შესაბამისად, დასაწყისი რთული იყო, როგორც ყველა ახალ ქვეყანაში გვჭირდება, რომ გაიცნო ხალხი, კულტურა და იმ ენაზე ალაპარაკდე. შეიძლება ამიტომაც გამოვიდა. შესაძლოა იმ დროს აზერბაიჯანშიც მუშაობდი, მაგრამ აზერბაიჯანიდან გამოვედი და სრულად საქართველოში ჩავდე ინვესტიცია. ძალიან მომწონს საქართველოში მუშაობა, ხალხისა და კულტურის გამოც, რაც რაღაც მხრივ იტალიას გავს. ამბასადორი თბილისი გარდა იმისა, რომ უკვე არის ტურისტული ნიშანსვეტი საქართველოსი, ასევე თავისუფალში განსხვავებულ ინფრასტრუქტურასა და არქიტექტურას ავითარებს. როგორც ხდება ხოლმე? ერთი მხრივ რთული გამოწვევებით სავსე გამოცდილება იყო, მაგრამ ამავე დროს პროექტმა ბევრი მოგცა. ვგულისხმობ ქართველი ხალხის გაცნობის ნაწილს. ჩემთვის პერსონალური ომი იყო, რადგან ძალიან მკაცრი მიდგომა გვქონდა დამკვეთთან, ბატონ ბუბასთან ერთად. ის იმ ტიპის ადამიანია, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს და ახალ-ახალ გამოწვევებს გიჩენს, რაც გეხმარება უმაღლეს მწვერვალს მიაღწიო. ეს რთულია, მაგრამ ამავე დროს შესანიშნავი პროექტის შექმნის შესაძლებლობას გაძლევს. ამავე დროს იმ ტიპის ადამიანია, ვისაც კონკრეტული ხედვა აქვთ. აბსოლუტურად. სწორედ ამიტომ შეუძლიათ მსგავსი ღირსშესანიშნაობები შექმნა. ყოველთვის ვამბობ, რომ კარგი პროექტი კარგი თანამშრომლობით მოდის კარგ არქიტექტორსა და კარგ დამკვეთს შორის. თუ ერთ-ერთი კომპონენტი მაინც გაგლია, პრობლემაა. ანდრეა, თქვენს პორტფოლიოზე მომიყევით, თუ შეიძლება, ვიცი მარტივი არ იქნება, ბევრ რამეზე გვაქვს სასაუბრო. Your project, but I think we have a lot to talk.
Yes, I mean, ჩვენი მთავარი სტუდია მილანთან ახლოს ბრეშაშია ბაზირებული. ეს ოფისი ჩემს პარტნიორ არქიტექტორთან მარა მარკოსთან ერთად 2007 წელს გავხსენი. მას შემდეგ ძალიან გავიზარდეთ. ჩვენი პირველი პროექტი 2010 წელს მოსკოვში იყო, დიდი ფიტნეს ცენტრი. მას შემდეგ დავიწყეთ მუშაობა იტალიის ფარგლებს გარეთ. ახალი კავშირები შევიძინეთ. ახლა ჩვენი სტრუქტურა ბრეშას ოფისთანაა კონსოლიდირებული. გვაქვს ეს უზარმაზარი კორპორაცია საქართველოში, რომელიც მრავალ პროექტს მოიცავს და გვაქვს მთავარი საოპერაციო ოფისი კვიპროსში, სადაც ჩემი პარტნიორი ცხოვრობს. ის უძღვება ყველა პროექტს კვიპროსში. მე კი კრეტაში, დუბაიში და ემირატების მხარეს. შესაბამისად, ესაა ჩვენი მთავარი ტერიტორია. რა თქმა უნდა, იტალიასთან ერთად, რადგან ჩვენი ქვეყანაა. ყველა ქვეყანა განსხვავებულია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ბევრი ვისწავლოთ. ყველა პროექტი განსხვავებულ საორგანიზაციო მზაობასთანაა დაკავშირებული, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ ერთნაირი პროფესიონალიზმით მივუდგეთ. ჩვენს დამკვეთებს მხოლოდ დოკუმენტებს კი არ ვაბარებთ, ან შესანიშნავ პროექტს, არამედ მომსახურებას, რომელიც პროექტის მშენებლობის დასრულებამდე სერვისს მოიაზრებს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. this is for us is a very important aspect. სოჩის მამაჩემი ლანდშაფტის არქიტექტორი იყო. რაც ძალიან საინტერესოა. It's very interesting, but დიახ, საინტერესოა. ჩვენ დიალოგებიდან მახსოვს, რომ არქიტექტორი სადაც არ უნდა წასულიყო, საქართველოს განსაკუთრებულ სტიმულსა და შთაგონებას, აბსოლუტურად განსხვავებულ ხედვას აძლევდა. მართალია მამაჩემის პროფესიას არ გავყევი, თუმცა ეს საუბრები მახსენდება და ხო, ანდრეა, თქვენგან მაინტერესებს პერსონალურად თქვენ რა მოგცათ საქართველოს? 11-12 წლის წინ და ახლა როცა კიდევ ერთ პირადად ჩემთვის გამორჩეულად ნიშანსვეტურ პროექტზე მუშაობთ, ვამბობ რომ ამბასადორი თბილისი განსაკუთრებულია თბილისისთვის, იმ უბნისთვის, რაიონისთვის, თანამედროვე და ძველი სტილის შერწყმით, თუმცა საინტერესოა რა შექმნა საქართველოს თქვენთვის 12 წელი საკმაოდ დიდი დროა ქართულ ბიზნეს ჯგუფთან თანამშრომლობისა. It's huge period already. It's a huge period. ძალიან დიდი დროა ნამდვილად. ზოგადად ერთი რამ მინდა გითხრათ, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში გამოიკვეთა. ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობთ, მაგრამ გვჯერა რომ ყველა ქვეყანა უნიკალურია. ვხედავ რომ ტოტალური გლობალიზაცია ვერ იქნება ის, რასაც ყველა ქვეყანა უნდა მოერგოს. ახლაც გვესმის რომ გლობალიზაცია კოლაფსს განიცდის. ეს ერთი მხრივ კარგია. შეგვიძლია გლობალიზაციის კარგი ასპექტები გამოვიყენოთ, მაგრამ მეორე მხრივ თითოეული ქვეყნის ინდივიდუალიზმის დაცვაა საჭირო, მათი საწყისების, ისევე როგორც ამ ასპექტების შერწყმა და არა შავ-თეთრი მიდგომა. თუ ვისაუბრებთ მიმდინარე პროექტზე საქართველოში, ის უზარმაზარი მასშტაბისაა, რაც გვაძლევს საშუალებას შევქმნათ არა მხოლოდ კარგი პროექტი, არამედ ცხოვრებისა და საზოგადოების ახალი სტილი, იმისგან განსხვავებული, რასაც ახლა ბათუმში ვხედავთ. შესაბამისად, ვაშენებთ შენობას, უზრუნველყოფთ არქიტექტურას, მაგრამ ამავე დროს ვავითარებთ მომსახურებას, რომელიც მომავალი მობინადრეების ცხოვრებას შეცვლის. შესაბამისად, ახალი პროექტი ნიშანსვეტად იქცევა, თუმცა ასევე გვჭირდება, რომ ავიღოთ ქართული ცხოვრების ტიპური ასპექტები და ამ რთულ პროექტთან გავაერთიანოთ. ქართულ ხალხთან ახლოს მუშაობის ამდენწლიანმა გამოცდილებამ ამ ასპექტის გაგების შესაძლებლობა მოგვცა. რა თქმა უნდა, 100%-ით ქართული არაა. თუმცა ქართველები და იტალიელები ძალიან გვანან ერთმანეთს. That's why we like to work very well. სწორედ ამიტომ გვსურს ქართულ ხალხთან და ამ შემთხვევაში ამბასადორის ჯგუფთან ვითანამშრომლოთ. ერთმანეთს უკვე კარგად ვიცნობთ, დაძმასავით. საკმაოდ გავართ ქართველები და იტალიელები ერთმანეთს. ცხოვრებისადმი ჩვენი მიდგომა რომ ვიყოთ პროფესიონალები, თუმცა არ დავიწყოთ კარგი ცხოვრება, ჭიქა ღვინო, გემრიელი საჭმელი, მაგიდის გარშემო დროის ერთად გატარება და საუბარი. ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ნორმალურია და ხშირად გვავიწყდება, რომ გარანტირებული არ არის. ეს გვაქვს საერთო ქართველებს და იტალიელებს. Nobody else but you can deliver. ანდრეა, თქვენზე უკეთ არავის შეუძლია გვითხრას და ჩვენს მაყურებელს გაუზიაროს საქართველოს მომავალი ღირსშესანიშნაობის სულზე, DNM-ზე, გენეტიკაზე. საუბრობთ კიდევ ერთ პროექტზე, რომელზეც ამბასადორი ჯგუფი მუშაობს, ამბასადორი აილენდზე. როგორ შეიქმნა ეს პროექტი და რა ჩადეს მისმა შემქმნელებმა ბათუმი აილენდის DNM-ში? But I tell you that რეალურად, როდესაც ამ პროექტში მოვხვდი, გაოცებული ვიყავი. კრეატიული პროექტია, რომლის წარმოდგენაც კი ძალიან რთულია, ზოგადად ყველგან, მაგრამ განსაკუთრებით ბათუმში. ესეც სწორედ ისაა, რაზედაც წეღან ვსაუბრობდი. ჩვენს ლიმიტებს კიდევ და კიდევ ზრდით, ხოლო ეს პროექტიც ასეთია. სიბართლე რომ გითხრათ, დასაწყისში მეგონა რომ ხუმრობა იყო. somehow, you know. არ გჯეროდათ ხომ, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი შეიძლებოდა გამოსულიყო ბათუმში? დიახ, ზუსტად, თუმცა მხოლოდ დასაწყისში. შემდეგ გავიაზრე, რომ ეს რეალობაა. ახლა უკვე პროცესში ვართ და ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტზე მუშაობის საშუალება მოგვეცა. ვფიქრობ, რომ ერთად ნამდვილად შეგვიძლია ბათუმის ბაზარს სიახლე შევთავაზოთ. ბათუმის სწრაფად იზრდება, შეიძლება ითქვა ზედმეტად სწრაფადაც კი, მით უმეტეს, რომ ქალაქში ყველაფერი ერთი ტემპით არ ვითარდება. You know, investment. გულისხმობთ დეველოპერულ პროექტებს და სერვისებს? It's a problematic, yes.
დიახ, ეს პრობლემურია. ჩვენ ვაშენებთ მთლიანად ახალ თემს, რაც საშუალებას იძლევა დაუბალანსოთ ეს ნაწილი. ანუ არა მხოლოდ რეზიდენტულ საცხოვრებლებზე, აპარტამენტებზე, შენობებზე, ვილებზე გვაქვს სწორება, არამედ სერვისებზე, რომლებსაც ადამიანებს თავაზობთ, ინფრასტრუქტურაზე. ეს გვაძლევს შესაძლებლობას ბათუმში ახალი ბალანსი შევქმნათ. შეიძლება ეს სწორედ ის აღმოჩნდეს, რაც ბათუმის დანარჩენ ნაწილში შეცვლის დეველოპერულ ბაზარს, რადგან ვფიქრობ, რომ დღეს ადამიანებს ხარისხიანი ცხოვრება სჭირდებათ. რა თქმა უნდა, შესაძლოა მასშტაბი განსხვავდებოდეს, რაც დამკვეთზე არის დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად ხარისხიანი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. არ მეთანხმებით, რომ ასეთი პროექტები ხელს უწყობს თქვენს მიერ ნახსენები ხარისხიანი ცხოვრების კიდევ უფრო გაუმჯობესებას? აბსოლუტურად. ერთგვარი ბუსტერიც გია. ახალ სტანდარტს აწესებს. ეს პროექტისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა. შესაძლოა ბათუმში ახალი ტენდენცია შემოიტანოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია. ანდრეა, როდესაც ქვეყანა ბათუმი აილენდის მსგავს პროექტს ახორციელებს, რას ნიშნავს ეს? როგორ ჩანს ის გარედან? როდესაც თვალს ვადევნებდი პროექტის მიმდინარეობას, ნებართვებს, გოჩას, მის გუნდს, დეტალებში შესვლას, ფიქრობდი, რომ ამ პროექტმა შესაძლოა საქართველოსადმი მიდგომა შეცვალოს, ისევე როგორც საინვესტიციო კლიმატით შეცვალოს. არ მეთანხმებით? I agree in the terms that გეთანხმებით იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი კრეატიული და რთული პროექტი ნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პარტნიორთა დიდი გუნდი უნდა შეკრიბო, განსხვავებული მენტალიტეტის ხალხი, რომლებიც პროექტზე ერთობლივად იმუშავებენ. ასეთ პროექტს მარტო ვერ შეასრულებს, შესაბამისად, ბევრი ადამიანი, მენტალიტეტი, იდეები ერთად იკრიბება, რათა საბოლოო დადებითი შედეგი დაიდოს. ეს ყველაფერი ინვესტიციის ყველაზე მარტივად მოძიების ციკლს ამსხვრევს, როცა ინვესტორს ფული აქვს, ჩამოდის, თავის ნაწილს აშენებს და ამით მთავრდება. ეს ირღვევა აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევაა, რაც არქიტექტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არქიტექტორები ტექნიკოსი პროფესიონალები არიან, მაგრამ ისინი პირველ რიგში კრეატიული ადამიანები არიან. პროექტში არქიტექტორს სწორედ ასეთი ადამიანური მიდგომები სჭირდება. ვიდრე ვსაუბრობთ საქართველოს მომავალ ღირსშესანიშნაობაზე, ამბასადორი აილენდ ბათუმზე, გითხარით იმ პროექტებზე მსოფლიოს მასშტაბით თქვენი თუ სხვების პორტფოლიოდან, რომლებიც ბათუმი აილენდის პროექტს გავს. I tell you that we have two ორი განსხვავებული გამოცდილება გვაქვს. პირველი შედარებით მარტივი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია. დუბაის პალმის კუნძულზე ორ აპარტამენტს ვაშენებთ, რაც გარკვეულ იდეას გვაძლევს. ხედავს თუ რა მსგავსებაა ორ პროექტს შორის. მეორე პროექტი უფრო განსხვავებულია, მაგრამ მასშტაბით გავს აქაურს. მშენებლობა კრეტას კუნძულზე მიმდინარეობს, კლდეზე, რომელიც ულამაზეს ხმელთაშუა ზღვას გადაყურებს. თანამშრომლობთ ხალხის უზარმაზარ ჯგუფთან, პროფესიონალებთან. პროექტის ინვესტიცია 600 მილიარდი დოლარია. უზარმაზარი თანხა. პროექტი ითვალისწინებს აუთლეტების აშენებას საცალო მოვაჭრეებისთვის, სასტუმროებს, ნავმისაყუდელს, ახალი გზების გაყვანას. შესაბამისად, იდეა იგივეა, რომ შეიქმნას ახალი დასახლება. და ამ ყველაფერს თქვენი კომპანია ფარავს? Yes, we are doing part of this. დიახ, ამ პროექტში ჩვენი წვლილი შეგვაქვს. ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ესეთ პროექტში გაზიარებისთვის, როგორც ამბასადორი აილენდია. ამ გზით ერთიანდება ჩვენი პროფესიონალური, ამავე დროს პრაგმატული სამუშაო პროცესები და პრობლემის გადაჭრის გზები. ადამიანები კი ერთი ხედვის ქვეშ ერთიანდებიან, რადგან ასეთ მასშტაბურ პროექტებში შეცდომების ადგილიც არის. ეს ნორმალურია. მოკლედ ეს რეალობაა, არა? Yes. კი, ნამდვილად რეალობაა. რაც რეალურად ძალიან ამაღელვებელია. ჩვენც ყველანი არქიტექტორები, ჩემი სტუდიის ხალხი მოუთმენლად ველოდებით პროექტის შესრულებას. მოგეხსენებათ, როდესაც ამ მასშტაბის სამუშაოები გაქვს, იწყებ როგორც პიროვნება და ასრულებ როგორც აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი. შუალედში გამოცდილება ურთიერთობები, ყველაფერი გცვლის. ამიტომაა მნიშვნელოვანი იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც მოგწონს. დიდი მადლობა ანდრეა, თქვენი დროისთვის, წარმატებები თქვენ და პროექტს. რომელშიც მთელს ჩვენს მოთმინებას ვდებთ. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მადლობა. ალბათ ერთხელ მაინც ყველას ქონია სურვილი დაედგინა თავისი ინტელექტის კოეფიციენტი, იგივე IQ. ციფრულ ეპოქაში მინდა გითხრათ ეს უფრო მარტივია, ინტერნეტში უამრავი რესურსია, რომელიც IQ ტესტებს გვთავაზობს. ერთ-ერთი მათგანი International IQ ტესტია, საკმაოდ ავტორიტეტული, რომელიც ყოველი წლის ბოლოს პლატფორმაზე შევსებული ტესტების შედეგების ანალიზს ახდენს და ადგენს ერთგვარ რეიტინგს, თუ რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ყველაზე ჭკვიანი ადამიანები. 2024 წლის შედეგებისა და საქართველოს პოზიციების შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ.
რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ყველაზე ჭკვიანი ადამიანები, ამის დასადგენად ერთი უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. მოსახლეობის გონებრივი შესაძლებლობები არა მხოლოდ მათ გენეტიკურ კოდზე, არამედ ქვეყანაში მოქმედ საგანმანათლებლო სისტემაზე, კულტურულ მიდგომებსა და სხვა სოციალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, არსებობს სხვადასხვა გზა იმისთვის, რომ ადამიანების ინტელექტუალური შესაძლებლობები რიცხვებში გამოისახოს. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი IQ ტესტია, რომელიც გავრცელებული შეხედულებით ზუსტად ზომავს ადამიანის გონებრივ უნარებს. საერთაშორისო პლატფორმა International IQ Test ყოველწლიურად განახლებულ რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც ქვეყნები საშუალო IQ შეფასებით ნაწილდებიან. 2025 წლის კვლევა მთელი მსოფლიოდან 1,352,763 ადამიანს აერთიანებს, რომლებმაც IQ ტესტი ამ ვებგვერდზე 2024 წელს შეავსეს. მეთოდოლოგია უნაკლო არ არის. ტესტი ზოგიერთი სახელმწიფოდან ასობით 1000 ადამიანმა შეავსო, სხვებიდან კი რამდენიმე ასეულმა. თუმცა გამოქვეყნებული რეიტინგი ზოგად სურათს იძლევა, თუ მსოფლიოს რომელ ნაწილში ცხოვრობენ ყველაზე ჭკვიანი ადამიანები. IQ ტესტის შედეგებით 107.19 ქულით პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, სადაც ტესტი 205,000-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო. პლატფორმამ გამოავლინა, რომ საშუალო IQ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ყველაზე მაღალია, ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში კი ყველაზე დაბალი. 106 ქულით ჩინეთს სამხრეთ კორეა, იაპონია და ირანი მოჰყვებიან. თუმცა აქ კვლევაში მონაწილეთა განაწილება არათანაბარია. ირანიდან IQ ტესტი მხოლოდ 3,850 ადამიანმა შეავსო, იაპონიიდან კი 145,000-ზე მეტმა. 105.14 ქულით მეხუთე ადგილზე სინგაპური ხვდება. მაღალ შეფასებას აქ ქვეყნის გამართული საგანმანათლებლო სისტემა და ნოვატორული მიდგომები განაპირობებს. რუსეთის მოსახლეობაში საშუალო IQ 103.16-ია, რითაც ფედერაცია მე-6 ადგილზეა. რუსეთიდან IQ-ს საერთაშორისო ტესტი 19,299 ადამიანმა შეავსო. ამასთან ქვეყანამ 2023 წლის შედეგი 2.7 ქულით გააუმჯობესა. 102 ქულით რეიტინგის ათეულს მონღოლეთი, სომხეთი, ავსტრალია და ესპანეთი ხურავენ. კავკასიის ქვეყნებიდან ტოპ-10-ში ვერ ხვდებიან საქართველო და აზერბაიჯანი. ეს უკანასკნელი რეიტინგში 48 ადგილზეა. საშუალო IQ კი პლატფორმის შებაზებით 98.71-ია. მას ორი პოზიციით სჯობნის თურქეთი 99.07 ქულით. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნის შედეგი ერთ წელიწადში 0.56 ქულით, 100.59 ქულამდე შემცირდა, რითაც რეიტინგში 21 ადგილი დაიკავა. საქართველოდან IQ ტესტი 4,700 ადამიანმა შეავსო. ქვეყნის საშუალო შეფასება აღემატება ისეთ ევროპულ სახელმწიფოებს, როგორებიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო. საქართველოს 10 პოზიციით ჩამორჩება შეერთებული შტატებიც. რეიტინგის ბოლო ადგილებს საშუალოდ 86 ქულით გაბონი, ანგოლა, ბენინი, მოზამბიკი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ინაწილებენ, სადაც კვლევაში რამდენიმე 100,000 ადამიანი მონაწილეობდა. როგორც უკვე აღინიშნა, კვლევაში მონაწილე 1,350,000 ადამიანი ქვეყნის სრულ მოსახლეობას ვერ წარმოადგენს და მათ მხოლოდ 3 რამ აერთიანებთ: წვდომა ინტერნეტზე, IQ ტესტის შევსების ინტერესი და ამ ტესტის რეალურად შევსება. შესაბამისად, აღნიშნული რეიტინგი ზედმიწევნით აფასებს ქვეყნებს მათი მოსახლეობიდან ინტერნეტის მომხმარებელთა იმ ნაწილზე დაყრდნობით, რომლებმაც IQ ტესტი შეავსეს. ამის მიუხედავად, პლატფორმა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე ქვეყნების 83% საშუალო IQ შეფასებას უცვლელად ინარჩუნებს. ამიტომ სავარაუდოა, რომ რეიტინგი მეტნაკლებად ზუსტად ასახავს ქვეყნებს შორის ინტელექტუალურ განსხვავებებს. ჩვენ ვაგრძელებთ BMG-ს გადაცემას ბიზნესის კვირეული გიორგი ისაკაძესთან ერთად. ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის მხოლოდ მიმდინარე ამბების გადმოცემა ან ტრანსლირება, ან მათი ანალიტიკა. იცით, რომ BMG-ს მთავარმა რედაქტორმა მარად ნორჩმა და ირაკლი კობახიძის ვერსიით, ასევე მარად ტლიკინამ თელარა გელანტიამ ამოქოქა ვიდეო სიუჟეტების ერთგვარი სერია, რომელიც ეძღვნება იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაანონსა და სხვადასხვა მიზეზების გამო მათი, ანუ რეფორმების გატარება ან ვერ მოხერხდა. ცხადია, სიუჟეტებში სრულად და ბოლომდე, როგორც ჭეშმარიტ ჟურნალისტ და მედია რეპორტიორს შეეფერება, არ ვერ განხორციელების მიზეზებიც მოკითხულია ამ რეფორმებისა, ხო და ჩემგან როგორც არა ჟურნალისტისგან, მაგრამ ეკონომისტისგან და მთხრობელისგან კიდევ ერთი თემის წარდგენის პატევი მერგოწილად. ამჯერად წერტილის ავტორმა და წამყვანმა მოიკითხა მიზეზები, თუ რატომ ან ვერ ხორციელდება საქართველოში ქონების გადასახადის ესტონური მოდელის დამკვიდრება. ძალიან საინტერესო სიუჟეტი გელით წინ. მე პირადად ერთადერთი კითხვა დამრჩა ამ თემასთან დაკავშირებით. ესეც deep state-ის ამბავი ხომ არ არის, რომ საქართველოში ეკონომიკური რეფორმები არ მიმდინარეობს.
თუ თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება და ამასთანავე გყავთ ავტომობილი ან გაქვთ სახლი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში მქონების გადასახადი გადაიხადოთ. უცნაურია, მაგრამ ასეა. საქართველოში მქონების გადასახადი პირველ რიგში შემოსავალზეა მიბმული და არა თქვენი ქონების ღირებულებაზე. აიღო ნაგერ ჩემი კანონპროექტი. არის პარლამენტში. და მიიღო მომპარო, ისე როგორც ბევრი კანონი მოუპარო. ქონების გადასახადის რეფორმირების საჭიროებაზე კერძოდ პირველ ეტაპზე ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შემცირების და 40,000 ლარიანი ზღურის 60,000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით მეათე მოწვევის პარლამენტში დეპუტატი რომან გოცილიძე გამოვიდა, მაგრამ 2020-2024 წლებში ქართული ოცნების მხარდაჭერა ვერ მიიღო. რეფორმის საჭიროებაზე საუბრობენ საგადასახადო ექსპერტებიც. ქონების გადასახადი ჩვენ საგადასახადო კოდექსში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოუწესრიგებელი გადასახადია. ერთი ის აგებულია აბსოლუტურად არასწორ პრინციპს ფიზიკურ პირებთან მიმართებაში. ქონების გადასახადის ოდენობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს პირის შემოსავალზე. ის ქონების გადასახადი ქვია და ქონების სიდიდეზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა მის შემოსავალზე. იმიტომ რომ აბსურდული სიტუაციები წარმოიშობა. ადამიანს შეიძლება ქონდეს ვაკეში 5-სართულიანი სახლი საკუთრებაში და ის ითვლებოდეს ღარიბად თუ 40,000 ლარის შემოსავალი არ აქვს იმ წელიწადს. ქონების გადასახადის არსი ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო არსია რა. იმიტომ რომ ქონების გადასახადი არის ამ ქონების დაცვის საფასური. რამდენჯერაც წარმოადგინე მე კანონპროექტი, იმდენჯერ ამბობდნენ, რომ ეგ მეთანხმებიან, ოღონდ თავად აპირებენ უკეთესის მიღებას. გავიდა, მაგერ რამდენი წელი 5 წელი გავიდა, ორი კანონპროექტი წარმოადგინე, ორივეჯერ ჩააგდეს, თუმცა ყოველთვის ამბობდნენ, რომ აი აუცილებლად ჩვენ შემოვიტანთ რაღაც საკუთარ კანონპროექტს. დღემდე ეს არ არის. ფიზიკური პირების ქონების გადასახადის შეცვლა არის ძალიან ადვილი. ორივეს ერთად თუ შეეჭიდებიან, არის ძნელი. გაჭიანურებული რეფორმის ქრონოლოგიური სურათის აღდგენაც აჩვენებს, რომ ქონების გადასახადის რეფორმაზე ფინანსთა სამინისტროს მენეჯმენტი 2023 წლიდან საუბრობს. შარშან შემოდგომაზე კი როცა BMG-მ დაანონსებული რეფორმის ბედი კიდევ ერთხელ მოიკითხა. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რეფორმის მთავარი არსიც გაგვიმხილა და თქვა, რომ რეფორმირებული ქონების გადასახადს ძირითადად მიწის ფართობი განსაზღვრავს და ფიზიკური პირების ქონების გადასახადიც მხოლოდ შემოსავლებზე აღარ იქნება მიბმული. გავაანალიზოთ როგორც კომპანიების დონეზე, ვის მოუწევს უფრო მეტის გადახდა, ვის ნაკლების გადახდა, ასევე მუნიციპალიტეტების შემთხვევაშიც ვისთვის რა დანაკლისი იქნება და ან მეზედ მეტი იქნება, შესაბამისად თითოეული მუნიციპალიტეტზე, თითოეული კომპანიაზე ანალიზი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, ამაზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში ეს მუშაობა დასრულდება და როდესაც უკვე შედეგები გვექნება, ამ შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, შეიძლება იყოს საწყის ეტაპზე ნებაყოფლობითი ახალ სქემაზე გადასვლა, ნუ ეს უკვე ტექნიკურად სამსჯელო როდის რა ავადებში მოხდება გადასვლა ახალ მოდელზე. გიორგი კაკაურიძის ამ განცხადებიდან 6 თვე გავიდა და ქონების გადასახადის რეფორმის ბედი კიდევ ერთხელ მოვიკითხეთ. უკვე წლებია BMG-სთან სატელევიზიო ინტერვიუებისთვის ფინანსთა სამინისტრო დაკეტილია, მაგრამ წერილობით მოგწერეს, რომ რეფორმაზე რეგულირების გავლენის დოკუმენტიც მომზადებულია და ქონების გადასახადის ახალი მოდელი იქნება ესტონურის მსგავსი, რაც ნიშნავს სწორედ მიწის ღირებულების მიხედვით გადასახადის დაანგარიშებას, მაგრამ ვერ გვითხრეს, როდის მოხდება სავარაუდოდ კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება. ფინანსთა სამინისტროში შემუშავებულია წინადადებები ქონების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით. მსგავსი მოდელი მოქმედებს ესტონეთში. ამ დროისთვის უკვე მომზადებული აღნიშნული რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების ნაწილი. ასევე მზადდება გავლენის ანალიზი თითოეული მუნიციპალიტეტისა და ქონების გადამხდელი საწარმოების ჭრილში. ანალიზის დასრულების შემდეგ განხილული იქნება კანონპროექტის მომზადების მიზანშეწონილობის საკითხი და დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტს წარედგინება რეფორმის პროექტის დასრულებისა და საჯარო განხილვების შემდეგ. ირაკლი შავიშვილი ქონების გადასახადის ესტონურ მოდელს იწონებს და ამბობს, რომ მიწის ღირებულებაზე მისი მიბმა ეკონომიკისთვის უფრო ეფექტიანი იქნება. საგადასახადო კონსულტანტის თქმით, ესტონურ მოდელში საინტერესოა ისიც, რომ მიწის გადასახადს, რომელიც ადგილობრივი გადასახადია, სახელმწიფოც იხდის, რაც მუნიციპალიტეტებს ფისკალურ დამოუკიდებლობაში ეხმარებათ. ესტონეთში ქონების გადასახადი შედგება მხოლოდ და მხოლოდ მიწის გადასახადისგან. ამ მიწაზე ყოველწლიურად ხელისუფლების ერთ-ერთი ორგანო ადგენს ნორმატიულ ფასს, ეს ფასი შეიძლება ყოველწლიურად ცვალებადი იყოს
და ამ ფასის მიმართ უკვე ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს კოეფიციენტებს. ეს კოეფიციენტები შეიძლება იყოს 0.1%-დან ამღირებულების დაახლოებით 2%-მდე, შეიძლება 2.5%-მდე იყოს. სხვადასხვა წელს სხვადასხვა არის რა. ქონების გადასახადის რეფორმირების საჭიროებას ხედავს ბექა ლილუაშვილიც, რომელიც გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში რეფორმებს კურირებდა, მაგრამ დღეს ეჭვება, რომ რეფორმები ქართული ოცნების პრიორიტეტებშია. რა ქონების გადასახადის რეფორმაზე საუბარი, მაშინ, როდესაც ვინც ამ ქვეყანაში მთავარ ქონებას ფლობს და ვინც ფაქტობრივად ბიუჯეტს ამ ნაწილში მნიშვნელოვან კონტრიბუციას უნდა უკეთებდეს, მან თავისი აქტივების ძირითადი ნაწილი გადააფორმა საქველმოქმედო კომპანიაზე, რომ გადასახადები დაემალა და თავისი საერთაშორისო აქტივები გადამალული ხელოვნების ნიმუშები და ძვირადღირებული ქონება ქვეყანაში შემოიტანა ისე, რომ ერთი თეთრიც კი არც აპირებს, რომ გადაიხადოს არც იმპორტის დროს და არც მერე როგორც ქონების შენახვის და ქონების გადასახადი. ამიტომ თუ პირველი რაიმე დასარეფორმირებელია ის ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონი, რომელიც მათ შორის ყველაზე დიდ სარგებელს და ბიუჯეტით და ხალხისთვის ფულის მოპარვის შესაძლებლობას აძლევს ოლიგარქს და მინი ოლიგარქებს ამ ქვეყანაში. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით 2024 წელს ქონების გადასახადის სახით იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა ჯამში დაახლოებით 698 მილიონი ლარი გადაიხადეს, საიდანაც უშუალოდ მოქალაქეების მიერ ქონებასა და მიწაზე გადახდილი გადასახადი 93 მილიონია. რა გავლენას იქონიებს ქონების გადასახადის ესტონური მოდელი ეკონომიკასა და საბიუჯეტო შემოსავლებზე ჯერ პროგნოზირება რთულია, თუმცა საგადასახადო კონსულტანტების აზრით ნაკლებად სავარაუდოა სახელმწიფომ ქონების გადასახადიდან შემოსავლების შემცირებას მხარი დაუჭეროს. აქვე გთავაზობთ კიდევ ერთ რეიტინგს, რომელიც თქვენთვის BMG-ს გუნდმა გაამზადა. ამჯერად რეიტინგი ეხება ქვეყნებს, სადაც ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი კომუნალური გადასახადებია. ჩვენმა რეპორტიორმა და ავტორმა სალომე ხიდურელმა აღნიშნული ნამბეოს მასალებზე დაღნობით მოამზადა. ერთად ნახოთ მის მიერ მომზადებული სიუჟეტი. კომუნალური გადასახადები ადამიანის ყოველთვიური ბიუჯეტის მნიშვნელოვან წილს იკავებს, თუმცა ზუსტი ხარჯების ოდენობა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობ. ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის თუ ნარჩენების მართვის მიმართულებით თითოეულ ქვეყანაში გადასახადების ინდივიდუალური სტრუქტურა და პოლიტიკა არსებობს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში კომუნალური გადასახადები შეიძლება მაღალი იყოს, რაც მაღალ მოხმარებასა და ინფრასტრუქტურის მოვლის ხარჯებს უკავშირდება. ისეთ ქვეყნებში კი, რომლებიც ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი, მაგალითად კატარსა და ქუვეითში, მოქალაქეებისთვის ტარიფები შესაძლოა დაბალი იყოს, რასაც სამთავრობო სუბსიდირება განაპირობებს. თუმცა ბუნებრივი რესურსების არსებობა და მწვანე ენერგიის გენერაცია ყოველთვის დაბალ ტარიფებს არ ნიშნავს. მაგალითისთვის, ევროპულ ქვეყნებში კომუნალურებზე მაღალი გადასახადები სწორედ განახლებადი ენერგიით აიხსნება, რადგან მწვანე გენერაციაზე გადასვლა ხანგრძლივ ინვესტიციას მოითხოვს, რაც გაზრდილ ტარიფებსაც ხსნის. განვითარებად ქვეყნებში კი გამოწვევად არა კომუნალური მომსახურების ფასები, არამედ მათი ხელმისაწვდომობა რჩება. სტატისტიკის ციფრული პლატფორმა ნამბეო, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში საცხოვრებელ ხარჯებს ითვლის, 98 ქვეყნის მონაცემებს აქვეყნებს. თუ სად ჩდება ყოველთვიური კომუნალური გადასახადები ყველაზე ძვირი. სტატისტიკაში განხილულია თითოეულ ქვეყანაში ელექტროენერგიის, გათბობის, გაგრილების, წყლისა და ნარჩენების მართვის გადასახადი 85 კვადრატული მეტრის ფართის ბინისთვის. რეგიონში კომუნალური გადასახადები ყველაზე ძვირი რუსეთშია, სადაც მოქალაქეები ყოველთვიურად $93.48 იხდიან. მეორე ადგილზე სომხეთია, $75.93. აზერბაიჯანსა და თურქეთში მოსახლეობას კომუნალური გადასახადი $59.59 უჯდებათ. რაც შეეხება საქართველოს, ნამბეოს ინფორმაციით აქ საშუალო გადასახადი $66-ია. კომუნალური გადასახადები ყველაზე ძვირი თვეში $349.7 ავსტრიის მოსახლეობას უჯდება. მეორე ადგილზეა გერმანია $315. $300 უჯდებათ ელექტროენერგიის, გათბობა, გაგრილებისა და წყლის გადასახადები გაერთიანებულ სამეფოში. ესტონეთში $282, ლატვიაში კი $278. მეექვსე ადგილზე ჩეხეთის რესპუბლიკაა, სადაც მოქალაქეები ყოველთვიურად $274.3 იხდიან. $2 ნაკლებს კი პოლონეთში. $253 ჯდება კომუნალური გადასახადები ლუქსემბურგში. ათეულს სლოვენია $246.7, ხოლო ჰონკონგი $242.5 ხურავენ.
მეორე მხრივ კი კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფები ყველაზე დაბალი ირანშია, სადაც მოქალაქეებს ყოველთვიურად ეს მომსახურება მხოლოდ $15.8 უჯდებათ. ამ შემთხვევაში მეორე ადგილზეა ეგვიპტე, $18.2, მესამეზე კი ვენესუელა, სადაც ყოველთვიური გადასახადი $20 აღწევს. შესაბამისად, ჩანს, რომ კომუნალური მომსახურების ტარიფები სხვადასხვა ქვეყანაში რესურსებზე ხელმისაწვდომობის, სამთავრობო პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის მიხედვით იცვლება. ბიზნესის კვირეულის დღევანდელ გადაცემაში გადავწყვიტეთ საქართველოს საავიაციო ბაზრის მიმოხილვა. იცით, რომ ამ ინდუსტრიას დიდ ყურადღებას ვაქცევთ და კიდევ ერთხელ მადლობას ვეთქვი ჩართულობისთვის გიორგი მოლოდინაშვილს, რომელიც თავის საავტორო გადაცემებს ამზადებს და დროს უთმობს სწორედ ავიაინდუსტრიის განვითარებას საქართველოში. რაც შეეხება ჩვენს ვიდეო ისტორიას, სიუჟეტზე ჩვენმა რეპორტიორმა მარიამ ვარადაშვილმა ისრომა საზოგადოება საქმის კურსშია, რომ მეორადი სანქციების საფრთხის მიუხედავად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რუსული ავიაკომპანიები ჩვენს ქვეყანაში უკვე მეორე წელიწადია დაფრინავენ. რა შედეგები აქვთ ამ კომპანიებს ქართულ საავიაციო ბაზარზე და ზოგადად როგორი იყო გასული 2024 საავიაციო ინდუსტრიისთვის? ერთად ნახოთ მარიამ ვარადაშვილის მიერ მომზადებული საავტორო სიუჟეტი. შაშან რუსულმა ავიაკომპანიებმა ქართულ საავიაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს. ორ რუსულ კომპანიას ჯამში ბაზრის 8%-ზე მეტი უკავია. 2023 წელს მთავრობამ ევროკავშირის და ამერიკის კრიტიკის და მეორადი სანქციების საფრთხის მიუხედავად რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინა. ფრენის აღდგენას ევროკავშირის ქვეყნების დემარში მოჰყვა, თუმცა ქართული ოცნების მთავრობა ფინანსურ სარგებელზე აკეთებდა აქცენტს და ირწმუნებოდა, რომ სანქცირებული ბორტები და კომპანიები საქართველოში ვერ იფრენდნენ. შედეგად 2019 წელს პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილებით გაჩერებული საჰაერო მიმოსვლა 2023 წელს კვლავ კრემლის აწუხო შეცვლილი პოზიციის შედეგად აღდგა. უკრაინაში ომის დაწყების გამო ევროკავშირმა და ამერიკამ რუსულ ავიაციას მძიმე სანქციები დაუწესა. ჩაუკეტა საჰაერო სივრცე და მსხვილი ავიაკომპანიები დაასანქცირა. დღეს მდგომარეობით საქართველოში ორი რუსული ავიაკომპანია აზიმუტი და რედვინგსი ოპერირებს. ქართული საავიაციო ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, შაშან რუსული ავიაკომპანიები ჯამში 624,154 მგზავრს მოემსახურნენ. აქედან რედვინგსი 333,010, ხოლო აზიმუტი 291,154-ს. 2023 წელს რუსული ავიაკომპანიების წილი ქართულ საავიაციო ბაზარზე მხოლოდ 3% იყო და 127,000 მგზავრი ყავდათ გადაყვანილი. შესაბამისად 2024 წელს შედეგი მნიშვნელოვნად აქვთ გაუმჯობესებული, მათთან ერთად რუსეთში დაფრინავს Georgian Airways-იც. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით 2023 წელს ქართულ ავიაკომპანიას მგზავრების 120%-იანი მატება ჰქონდა. კომპანიამ მგზავრები წელსაც 57%-ით გაზარდა. აქედან რა წილი მოდის რუსეთზე? ზუსტად ხმა შეუძლებელია, თუმცა კომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის აქტიური მხარდამჭერი იყო. ამ მონაცემებით Georgian Airways-ი საქართველოს საავიაციო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. შედარებისთვის 2022 წელს რუსეთთან ფრენების აღდგენამდე Georgian Airways-ი 3%-იანი წილით მე-9 ადგილზე იყო. რაც შეეხება ავიაციის ბაზრის სხვა მაჩვენებლებს, 2024 წელსაც ტრადიციულად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ლიდერობდა, რომელმაც შარშან 29%-იანი ზრდა აჩვენა და ჯამში 4,750,425 მილიონი მგზავრს მოემსახურა. მეორე ადგილზეა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 1,722,804 მგზავრი გადაიყვანა. ბათუმის აეროპორტს რაც შეეხება, რომელიც უფრო სეზონურად მიიჩნევა 2024 წელს 53%-იანი ზრდა ჰქონდა და 951,766 მგზავრს მოემსახურა. შარშან ქართულ აეროპორტებში, როგორც რეგულარული, ისე არარეგულარული რეისებით ჯამში 7 მილიონ მგზავრზე მეტმა ისარგებლა. ზრდა 2023 წელს გადაყვანილ 6,13,995 მგზავრთან შედარებით 24%-ია. ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერის ვიზიარის მმართველი დირექტორი რონალდ ტიშნერი გვეუბნება, რომ ხომალდების ზრდას განიხილავენ და უკვე წელს ქუთაის მეოთხე ბაზირებული ხომალდი დაემატება.
ხომალდი. ალბათ იცით, რომ გასულ წელს ერთი ხომალდი გავიყვანეთ, თუმცა საბოლოოდ შევძლებთ მეოთხე ხომალდი დავამატოთ ქუთაისის ბაზას. ასევე ვაპირებთ ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებებით ფრენების აღდგენას, ხოლო ლიონის მიმართულებით ფრენის დამატებას. რაც შეეხება სხვა აეროპორტიდან ფრენას, ეს ყოველთვის მსჯელობის საგანია. თბილისის აეროპორტი ძალიან ძვირია, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მოკლევადიან პერიოდში ამ მიმართულებით განხილვა იქნება. საქართველოს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია და თითოეულ შესაძლებლობას აეროპორტს და ახალ მიმართულებას განვიხილავთ. ასევე განვიხილავთ ქუთაისში ბაზირებული ხომალდების გაზრდას. პეგასუს ტურისტიკ ჯორჯიას გენერალური დირექტორი სალომე ბერაია გვეუბნება, რომ თურქეთის აეროპორტს ქართველი მგზავრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოსახვედრად იყენებენ და თურქული ავიაკომპანიები საავიაციო ბაზარზე წამყვან პოზიციებზე სწორედ ამიტომ არიან. მოგეხსენებათ, თურქული და აზერბაიჯანული ავიაკომპანიები არიან ის მოწინავე ავიაკომპანიები, რომლებიც ოპერირებენ საქართველოს ბაზარზე. ეს ეხება როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურისტს. ყველა ის სამი ავიახაზი, რომელიც ოპერირებს საქართველოში, ასრულებს ყველაზე მეტ რეისს და ეს არ ემსახურება მხოლოდ ჩვენი მგზავრების თურქეთში გადაყვანას ან პირიქით შემოყვანას. ისინი იყენებენ სტამბულს როგორც დამაკავშირებელ რგოლად მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ეს არის თურქული ავიახაზების ბენეფიტი იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მიმართავენ ამ ავიაკომპანიებს. რაც შეეხება უკვე აზერბაიჯანის ავიაკომპანიებს, მათი აქტიურობა განპირობებულია იმით, რომ ბოლო 5 წელია ამ ორ ქვეყანას შორის ჩაკეტილია სახმელეთო საზღვარი და ყველა ის მგზავრი, რომელიც მიმართავდა საქართველოს როგორც ჰაბს, იძულებულია უკვე ჩამოფრინდეს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის გარეშე. ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ვიზიტორები საქართველოს სატრანზიტო ქვეყნადაც იყენებენ, რადგან აქედან ფრენები მათთვის უფრო იაფია. დღეის მდგომარეობით ქვეყნის საავიაციო ბაზარზე 50 ავიაკომპანია 92 მიმართულებით ოპერირებს. რაც შეეხება ამ ავიაკომპანიებს, ბაზრის ლიდერი კვლავ უნგრული ბიუჯეტური ვიზიარია, რომელმაც 2024 წელს ქუთაისიდან 1.454.078 მგზავრი გადაიყვანა. მეორე ადგილს თურქეთის სახელმწიფო კომპანია Turkish Airlines იკავებს 553.359 მგზავრით. მესამე ადგილზეა თურქული ბიუჯეტური პეგასუსი 546.211 მგზავრით. მეოთხე ადგილს Georgian Airways იკავებს 515.113 გადაყვანილი მგზავრით. მეხუთე ადგილზე კი აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Azerbaijan Airlines-ია 412.980 გადაყვანილი მგზავრით. ავიაციაზე მარიამ ვარადაშვილის სიუჟეტის შემდეგ სულ შემოგთავაზოთ ჩვენი რეპორტიორის სალომე ხიდურელის მომზადებული კიდევ ერთი რეიტინგი, ოღონდ ამჯერად რკინიგზაზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩქაროსნულმა მატარებელმა სატრანსპორტო ინდუსტრიის რევოლუცია მოახდინა. სიჩქარესთან ერთად ეს მატარებლები მგზავრობის ეფექტურ და მდგრად ალტერნატივას აერთიანებენ. ზოგიერთი ქვეყანა ჩქაროსნულ მატარებლებსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას იმდენად ავითარებს, რომ მგზავრებს რამდენიმე საათში ასეულობით კილომეტრის დაფარვა შეუძლიათ. ყველაფერი დანარჩენისთვის სიუჟეტიდან შეიტყობთ მსოფლიოს უსწრაფეს მატარებლებსა და ქვეყნებზე, რომლებიც რკინიგზას ყველაზე სწრაფი ტემპით ავითარებენ. ჩქაროსნული რკინიგზის განვითარებამ სატრანსპორტო ლანდშაფტი არსებითად შეცვალა და ავიაციის ალტერნატივა გააჩინა. სწრაფი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის ზრდასაც უწყობს ხელს. ამცირებს მგზავრობის დროს და მოგზაურებს ტრანსპორტირების უფრო მწვანე საშუალებას თავაზობს. ჩქაროსნული სამგზავრო მატარებლის კონკურენტუნარიანობა ფასის ნაწილშიც იზრდება. ევროპის მასშტაბით სარკინიგზო კომპანიები უფრო და უფრო აქტიურად სთავაზობენ მომხმარებელს ბიუჯეტურ მარშრუტებს. სხვადასხვა ქვეყანა კი სწრაფი რკინიგზისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის აშენებას პრიორიტეტთა ნუსხაში მოწინავე პოზიციებზე აყენებენ. ჩქაროსნული რკინიგზის განვითარება გრძელდება. მსოფლიოს მასშტაბით ამ წუთებშიც არაერთი პროექტი მიმდინარეობს, რომლებიც ტრანსპორტის ამ სახეობის განვითარებას ისახავს მიზნად. მეტიც, გასული წლის 10 ყველაზე ძვირადღირებული სარკინიგზო პროექტიდან 9 სწორედ ჩქაროსნული მატარებლის განვითარებას ემსახურებოდა. ამასთან, ისეთი ტექნოლოგიების განვითარება, როგორიცაა მაგნიტური ლევიტაცია, აჩენს პროგნოზს, რომ სამომავლოდ მატარებლები კიდევ უფრო მაღალ სიჩქარეს განავითარებენ და უფრო მეტ მგზავრს მოემსახურებიან მსოფლიოს მასშტაბით. მანამდე კი მსოფლიოს უსწრაფესი სამგზავრო მატარებლების რეიტინგი ასე გამოიყურება. მეხუთე ადგილს ფრანგული ჩქაროსნული მატარებელი იკავებს, ცნობილი სახელწოდებით TGV.
აღნიშნული მატარებელი ევროპის მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ლანდშაფტზე პიონერია და გამოშვების შემდეგ განვითარებული სიჩქარით ევროპის არაერთი რეკორდი მოხსნა. TGV-ს განახლებულმა მოდელმა 2007 წელს ბოლო რეკორდი დაამყარა და 574.8 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. TGV-ს მატარებლებს ფრანგული SNCF მართავს. მათი საშუალო სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ია. მეოთხე ადგილზე გერმანული Intercity Express-ი, იგივე ICE, რომლითაც ძირითადად ორი სარკინიგზო კომპანია, გერმანული Deutsche Bahn და ჰოლანდიური Niederland Spurwing ოპერირებენ. Intercity Express-ის მოდელებს შორის ყველაზე სწრაფები ICE 403 და 406 მაქსიმალურ სიჩქარეს 368 კმ/სთ-ს ავითარებენ. მატარებლები ევროპის მიღმა რუსეთში, თურქეთში, ჩინეთსა და ეგვიპტეშიც გამოიყენებენ. მესამე ადგილს ჩინური ფაქსინგი იკავებს, რომელიც ჩინეთის სარკინიგზო კორპორაციამ ჩქაროსნული მატარებლების სერიად შექმნა. ფაქსინგის მატარებლები საშუალოდ 350 კმ/სთ-ს ავითარებენ, თუმცა ტრანსპორტი არაერთხელ გადასტილა 420 კმ/სთ სიჩქარეზეც. ფაქსინგი ჩინეთის სრულად ადგილობრივი წარმოებაა. 8 ვაგონიან მატარებელს 500-ზე მეტი მგზავრით გადაყვანა შეუძლია და აქტიურად მოძრაობს პეკინი-შანხაის მარშრუტზე. მორიგი ჩინური მატარებელის სახელწოდებით ჰარმონია რეიტინგში მეორე პოზიციაზეა. ჰარმონია იგივე ჰექსი იმავე სიჩქარით ოპერირებს, რითაც ფაქსინგი. თუმცა სხვადასხვა ტესტირების დროს ამ სერიის მოდელებმა გაცილებით მაღალი შედეგი 486 კმ/სთ დააფიქსირეს. ჩინეთში ამჟამად 85 ჰარმონია ოპერირებს, რომელთა მართვაც ორ კომპანიაზე, შანხაისა და ჩენგდუს რკინიგზებზეა განაწილებული. სოფლიოს უსწრაფესი სამგზავრო მატარებელი ჩინურ-გერმანული წარმოებისაა. შანხაი მაგლევის მაქსიმალური საოპერაციო სიჩქარე 460 კმ/სთ-ია. რეკორდული კი 501 კმ/სთ. შანხაი მაგლევი ტრადიციული ჩქაროსნული მოდელი არ არის. მატარებელი ელექტრომაგნიტური ძალით რელსებზე ლევიტირებს. შესაბამისად, მცირდება ხახუნის ძალა, რაც სწრაფ და მაქსიმალურად ჩუმ მგზავრობას უზრუნველყოფს. შანხაი მაგლევს შანხაის მაგნიტური ლევიტაციის ტრანსპორტის განვითარების კომპანია ფლობს. კომერციული ოპერირება მატარებელმა 2004 წელს 30 კმ-იან სარკინიგზო ხაზზე დაიწყო და ჩქაროსნული რკინიგზის ინდუსტრია მთლიანად ამოაყირავა. მატარებელს 30 კმ-ის დაფარვა საშუალოდ 8 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. აღსანიშნავია, რომ მაგლევით ქალაქის ცენტრში არ სარგებლობენ, თუმცა საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის ის ბაზარზე არსებულ მოდელებს შორის ყველაზე ეფექტურია. საქმე ისაა, რომ გამართული სარკინიგზო მომსახურებისთვის მხოლოდ ჩქაროსნული მატარებლები საკმარისი არაა. თუ განვითარების ამ ტემპის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ვერ დაეწია. ზოგიერთი ქვეყნის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი გაცილებით უფრო გამართულია ვიდრე სხვების. მაგალითად, თუ დანიაში სწრაფმავალი სარკინიგზო ქსელის სიგრძე სულ რაღაც 56 კმ-ია, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ის 1000 კმ-ს აღემატება. ჩინეთში კი რამდენიმე 10,000-ს. რკინიგზის საერთაშორისო კავშირის ბოლო მონაცემების თანახმად, ტოპ 5 ქვეყანას შორის, სადაც ყველაზე გრძელი ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელია გაყვანილი, მეხუთე ადგილს გერმანია იკავებს. ჩქაროსნული რკინიგზის ხაზის სიგრძე 1571 კმ-ია. ამ შედეგის მისაღწევად გერმანიამ წლების განმავლობაში განაახლა არსებული სარკინიგზო ხაზები და ააშენა ახლები. თითოეულზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღემატება. რამდენიმე პროექტის მშენებლობა გერმანიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. მეოთხე ადგილს 2735 კმ-იანი ქსელით საფრანგეთი იკავებს, სადაც ჩქაროსნული რკინიგზის ხაზი პირველად 1991 წელს გაიხსნა და პარიზი ლიონთან დააკავშირა. ისევე როგორც გერმანიაში, საფრანგეთში ახალი ხაზების მშენებლობა უკვე დაწყებული ან დაგეგმილია. იაპონია, რომლის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის სიგრძეც 3091 კმ-ია, რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. სწრაფმავალი რკინიგზის მიზანი იაპონიაში თავდაპირველად შორეული რეგიონების ტოკიოსთან დაკავშირება იყო, რასაც ამ რეგიონების ეკონომიკური ზრდისთვის უნდა შეეწყო ხელი. დღესდღეობით ტოკიოს, ნაგიოსა და ოსაკას დამაკავშირებელი ჩქაროსნული ხაზი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სარკინიგზო მარშრუტად ითვლება. მეორე პოზიციაზე კვლავ ევროპული ქვეყანა, ესპანეთი ხვდება, სადაც ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი 3661 კმ-ია. სარკინიგზო ქსელი ქვეყანაში პირველად 1992 წელს გაიხსნა და ის მადრიდს, სევილიასა და კორდობას აკავშირებდა ერთმანეთთან. ამჟამად ესპანეთის ჩქაროსნული ხაზი ევროპაში ყველაზე გრძელია. დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ს აღემატება. ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელების უპირობო ლიდერი, რა თქმა უნდა, ჩინეთია, სადაც რკინიგზის ხაზი 40474 კმ-ს აღწევს. მსოფლიოში მოქმედი ჩქაროსნული ხაზების 2/3 სწორედ ჩინეთშია აშენებული, რომლის ძირითადი ნაწილი ახალი და თანამედროვეა. ჩქაროსნულ მატარებლებს ჩინეთის ქსელში 250-დან 350 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლიათ. სოფლიოში საუკეთესო სარბოლო ლიგა ფორმულა 1 ახალ 76 სეზონს
ამის სტარტი დღეს ავსტრალიაში აიღებს. წინა სეზონთან შედარებით წელს გაცილებით დიდი კონკურენციაა მოსალოდნელი მოქმედ ჩემპიონ Red Bulls, კონსტრუქტორთა თასის მფლობელ McLaren-სა და Hamilton-ით გაძლიერებულ Ferrari-ს შორის, რაც წინასწარ განსაკუთრებულ მოლოდინებს გვიქმნის. ირაკლი მოდებაძემ ყველა საჭირო ინფორმაცია მოკრიბა, რაც სეზონის გახურებისა და დაწყების წინ უნდა ვიცოდეთ, მათ შორის ლეგენდარული Sir Lewis იტალიაში ტრანზიტის შესახებ და ვიდეო პრეზენტაციის სახით მოგვიმზადა, რომელსაც თვალყური არ და ვერ უნდა მოსწყვეტოთ. უმაღლესი საბოლოო დივიზიის ფორმულა 1-ის რიგით 76 სეზონი ავსტრალიის გრან-პრით 16 მარტს გაიხსნა და სულ 24 გრან-პრისგან შედგება. მსოფლიოს საუკეთესო 20 მესაჭი ერთმანეთს 5 სხვადასხვა კონტინენტზე არსებულ ტრასებზე დაუპირისპირდებიან და წლის ბოლოს მათ შორის საუკეთესოს გამოავლენენ. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როცა 10 გუნდი იქნება ჩართული გათამაშებაში, ვინაიდან 2026 წლიდან შეჯიბრს კადილაკიც დაემატება. ნოემბერში ფორმულა 1-მა General Motors-თან სიტყვიერ შეთანხმებაზე გამოაცხადა, ხოლო ახლა მხარეებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომ 2026 წლიდან ბოლაში ამიერიდან 11 გუნდი იასპარეზებს, რაც კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის და შეჯიბრს დამატებით ინტრიგას შესძენს. ამავდროულად 2025 წლის სეზონი ბოლო წელია, სადაც გამოიყენება 2014 წელს დანერგილი ენერგობლოკის კონფიგურაცია. ანუ ბოლიდები ჰიბრიდული ძრავებიდან სრულად შიდა წვის ძრავაზე გადავლენ, რასთან ერთადაც იცვლება ჰაერის წინაღობის სისტემაც, ვინაიდან ბოლიდები აქტიური აეროდინამიკებისა და მოძრავი ფრთების მქონე აღჭურვილობაზე გადავლენ. მიმდინარე სეზონში გაზრდილია მესაჭეების წონის მაქსიმალური ზღვარიც, რომელიც აქამდე 80 კილოგრამს შეადგენდა, ხოლო ამიერიდან 82 კილოგრამი იქნება. ასევე შეიცვალა გამოუცდელი მძღოლის გამოყენების დროებით, აქამდე თუ კი გუნდების ხელმძღვანელებს ევალებოდათ ახალბედამრბოლელების გამოყენება სეზონის მანძილზე ორჯერ, ახალი სეზონიდან ეს რაოდენობა 4-მდე იქნება გაზრდილი. ყველა სხვა ტექნიკური რეგულაცია რჩება უცვლელი 2026 წლამდე, ვინაიდან მომავალი სეზონიდან შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. პრეტესტებისას გამოჩნდა, რომ სეზონის სტარტზე ყველაზე სწრაფი ბოლიდი კონსტრუქტორებში მოქმედ ჩემპიონს McLaren-ს ეყოლება. ბრიტანული გუნდის ღირსებას კვლავ ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტრი დაიცავენ. რა თქმა უნდა, ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი 4 გზის მსოფლიოს ჩემპიონი მაქს ვერსტაპენი იქნება. 2024 წელს გამოჩნდა, რომ Red Bull-ის სრული დომინაცია დასრულდა და ავსტრიული კლუბის მრბოლელებს გამარჯვებისთვის მაქსიმუმის გაკეთება მოუწევთ. გასულ სეზონში Ferrari-ის კონსტრუქტორთა ჩემპიონობამდე მხოლოდ 14 ქულა დააკლდა და წელსაც იტალიური გუნდი ფავორიტებს შორის იქნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Hamilton-ი გადაიბირეს. ამას კი ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, ჯერ პირველი ოფიციალური რბოლაც არ ყოფილა და მთავარი ფავორიტები უკვე ერთმანეთს ტრასის მიღმა უტევენ. Red Bull-ი მთავარ კონკურენტებს McLaren-სა და Ferrari-ს წესების დარღვევით გამოუჩივის და ძალიან მალე FIA-ში განცხადებას შეიტანს. საჩივარის საფუძველს McLaren-ისა და Ferrari-ს ბოლიდების ახალი ფრთები წარმოადგენს. კრისტიან ჰორნერმა და Red Bull-ის სტაფმა ბაჰრეინში გამართული ტესტების დროს აღმოაჩინეს, რომ ახალი ბოლიდების SF25-ისა და MCL39-ის ფრთის კონსტრუქციები იმდენად სწრაფად მოძრაობენ, რომ ეს ამცირებს ჰაერის წინააღმდეგობას, რაც ეხმარება სიჩქარის უპირატესობის მოპოვებაში. ნიდერლანდური გუნდი ამტკიცებს, რომ ეს წესებს ეწინააღმდეგება. გავრცელებული ინფორმაციით, FIA-ის წარმომადგენლები მალე Ferrari-სა და McLaren-ის ქარხნებს Maranello-სა და Woking-ში ეწევიან, რომ ეს ყველაფერი თავად გადაამოწმონ. იტალიურ გუნდში ამის შესახებ არ ნერვიულობენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ამ ბრალდებას ყოველგვარი პრობლემების გარეშე უარყოფენ. 2025 წლის მთავარი ცვლილებები კი ძირითადად მაინც სტაფის შემადგენლობებს შეეხება, განსაკუთრებით კი ორ პიროვნებას, Adrian Newey-სა და Lewis Hamilton-ს. უდიდესი ინჟინერი Red Bull-ის Z4 ჩემპიონობისა და 20 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ უპერსპექტიულეს Aston Martin-ს შეუერთდა, რომელსაც განსაკუთრებული ბოლიდი და მესაჭე ჰყავს Lando Norris-ის სახით. Newey-ს 200-მდე გრან-პრი და 25 ჩემპიონატი აქვს მოგებული, რის გამოც სპორტის სახეობაში ყველაზე წარმატებულ ინჟინრად ითვლება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რადგანაც უკვე შექმნილი და გამზადებულია ყველა ბოლიდი 2025 წლისთვის, უშუალოდ Adrian-ის ხელწერა ახალ ორგანიზაციას 2026 წლიდან დაეტყობა, რომელიც რეგულაციების შესაბამისად მოარგებს მანქანას განახლებებს. Aston Martin-სა და ინგლისელ ინჟინერს წარსულშიც უთანამშრომლიათ, როდესაც კომპანიისთვის საგზაო ავტომობილები შექმნა. Aston Martin Valkyrie და Valhalla, რომლებსაც ქუჩაში გადასაადგილებელ ბოლიდებსაც კი უწოდებენ თავისი აგებულებისა და სიჩქარიდან გამომდინარე. ამ გარიგებით Newey გახდება Aston Martin-ის ტექნიკური დირექტორი, რაც უპრესტიჟულესი პოზიციაა. ასევე წილს მიიღებს კომპანიაში და ფიქსირებულ ხელფასს $40 მილიონი ოდენობით, რაც სარეკორდო ანაზღაურებაა სამანქანო ინჟინერიის ისტორიაში.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ნიუის მხრიდან ყოველი ფორმულა 1-ის ფრენჩაიზის დატოვების შემდეგ ვერც ერთმა მათგანმა შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და Red Bulls მისია ექნება ეს სტერეოტიპი დაამსხვრიოს, თუმცა ცხადია, გაზრდილი კონკურენციის პირობებში ძალიან გაუჭირდებათ. რაც შეეხება ჰამილტონის Mercedes-დან Ferrari-ში ტრანზიტს, ლეგენდარულმა მრბოლელმა აღნიშნა, რომ ფორმულა 1-ში ყველა სოცნებაა წითელი ბოლიდის მესაჭეობა, თუმცა ამის შანსი სწორედ განსაკუთრებულებს ეძლევათ. შესაბამისად, არსებულ შესაძლებლობაზე ინგლისელმა უარი ვერ თქვა და ახლა მისი მიზანი დაკარგული დიდების დაბრუნებაა, როგორც Ferrari-ისთვის, ისე საკუთარი თავისთვის, ვინაიდან უკანასკნელად ტიტული 2020 წელს მოიგო. გამოწვევა ლუისი სასაკია. ის 40 წლისაა და მის ირგვლივ კონკურენტები ახალგაზრდები არიან, რომლებიც პიკურ წლებს უახლოვდებიან, როცა რეფლექსები და ტრასის შეგრძნება საუკეთესო კონდიციებშია. მაგრამ როცა საქმე სერ ლუისის და მრბოლელს ეხება, ასაკი მხოლოდ ციფრებია, რადგან ლეგენდარული მესაჭისგან საოცარი სანახაობები არაერთხელ გვინახავს და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონი უნდა იყოს. ახალ გუნდში ტრანზიტსა და მისნაირი გამოცდილების მქონე მძღოლისგან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირველად გამოცდილებებზე ჰამილტონმა Ferrari-სთან თავის სადებიუტო ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ. ცხოვრებაში სულ რამდენიმე განსაკუთრებული პირველი მომენტია. მართლა მეგონა, რომ ყველა პირველი უკვე გამოვცადე და აღარაფერი იქნებოდა ახალი. ამ მომენტისთვის თვეების განმავლობაში ვემზადებოდი და ლოდინი უსასრულოდ მეჩვენებოდა. ცხოვრებაში სულ რამდენიმე განსაკუთრებული პირველი მომენტია. მართლა მეგონა, რომ ყველა პირველი უკვე გამოვცადე და აღარაფერი იქნებოდა ახალი. როდესაც გუნდს შევხვდი, გაუცებული დავრჩი მათი მიღებით და თავდადებით. პოლებში მრავალი წელი გავატარე და Ferrari-ს მხოლოდ მცირე ნაწილი მინახავს. სარბოლო გუნდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ კულისებში გაცილებით დიდი გუნდი იყო და როცა ამას ახლოდან ხედავ, მასშტაბი ნამდვილად დამბეჭდავია. ბოლის კვირას დაახლოებით 100 ადამიანი ჩანს, რომლებიც თავიანთ საქმეს მთელი გულით აკეთებენ, მაგრამ ამ ხალხის უკან კიდევ ათასობით პროფესიონალია, რომლებიც მანქანებზე და მთლიანად გუნდზე შრომობენ. კარგად ვიცი, რომ ცხოვრებაში ბევრი პირველია. პირველი კოცნა, პირველი პაემანი. პირველი დღე სკოლაში და სამსახურში. მართლა მეგონა, რომ ყველა პირველი გამოვიარე და აღარაფერი იქნებოდა ახალი. მაგრამ იმდენი ხანია ვასპარეზობ, გამიკვირდა როგორ მიყვარს ჩემი საქმე, როგორი ახალი იყო ის. იმ დროს, როცა ფორმა მოვირგე და ბოლიში ჩავჯექი, ეს იყო ზუსტად ის შეგრძნება, რაც პირველად 21 წლის ასაკში ფორმულა 1-ის მანქანის მართვისას განვიცადე. ეს 20 წლის წინ იყო. მაგრამ ახლა ყველაფერი განსხვავებულია, რადგან ყოველთვის ფიქრობდი თუ როგორ იქნებოდა Ferrari-ს მანქანაში ჯდომა, როცა გარშემო ყველაფერი წითელია. ამ დღეს დიდი ხანი ველოდი და აი როცა ძრავი ჩავრდე, ეს იყო ახალი, ჯერ გამოუკლებელი მოგზაურობა. ყველაზე ამაღელვებელი რამ, რაც ჩემ ცხოვრებაში ოდესმე მომხდარა. ვიცოდი, რომ ტრიბუნებზე ტიფოსები უნდა დამენახა. კითხულობდი, სადაა ხიდი, რომელზედაც ყველა ლაპარაკობს და შემდეგ პირველ მოსახლეთან იქ იყვნენ. საოცარი და ამაღელვებელი სანახაობა იყო. მაგრამ ჩემი პრიორიტეტი ბოლიდის ტრასაზე შენარჩუნება იყო. ის არ გავს არც ერთ ავტომობილს, რომელიც ოდესმე მყოლია. არც ბოლო 10, 12 ან 17 წლის განმავლობაში ნატარებ ავტომობილს. ის უნიკალურია. Ferrari-ს ძრავის ვიბრაცია პირველად რომ შევიგრძენი, იყო წამი, რომელმაც ცხოვრებაში ყველაზე დიდი ღიმილი მომგვარა. ყოველთვის ვადევნებდი თვალს Ferrari-ს წითელში გამოწყობილ ლეგენდარულ მრბოლელებს და ვფიქრობდი, მომიხდებოდა თუ არა ის მე. ახლა კი ამ სიმბოლოს ტარება უდიდესი პატევი. ამ მემკვიდრეობის ნაწილად გახდა მაგის საოცარი გრძნობა. იმედი მაქვს, ბოლიც ღირსეულად და გემოვნებით გავატარებ. დღევანდელი მხოლოდ ქართულის რუბრიკის ფარგლებში კი კომპანია პარიკების ოთახზე გიყვებით. ეს არის კომპანია, რომელიც ქართულ პარიკს თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ საწარმოში ქმნის. სწორედ პროდუქტის მთავარი ნედლეული
როგორც ამ კომპანიის მესვეურები ბრძანებენ, ქართულ კავკასიური ბუნებრივი თმა, რომელიც ამ სექტორში აღმოჩნდა, რომ ხარისხთან ასოცირდება. დღეს საწარმოსთან ერთად კომპანია უკვე შოურუმს და სალონსაც ფლობს, სადაც შესაძლებელია როგორც ქალებისთვის განკუთვნილი პარკები შეძენა, ასევე მამაკაცების პარკები, რომელიც კომპანიის მთავარი სიახლეა. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ქართული პარკი საერთაშორისო ბაზარზეც გავა. ამ მიმართულებით კომპანიის ერთ-ერთი სამიზნე გერმანია გახლავთ, რისთვისაც პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმული არის. უფრო ვრცლად კომპანია პარკების ოთახის შესახებ გიყვებით ჩვენს სიუჟეტში. ხოლო ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ჩვენ ვართ დები, ინასარიძეები და ჩვენ ვაწარმოებთ ქალისა და მამაკაცის პარიკებს ბუნებრივი თმისგან საქართველოში. ეს არის ბიზნესი, რომელიც ოჯახმა საკუთარი ფინანსური რესურსით და სახსრებით დაიწყო და შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო ფონდების დახმარებით განვითარდა. იქამდე სანამ საკუთარი საწარმო გვექნებოდა, ჩვენ ხელმძღვანელობდით საკუთარ სილამაზის სალონს, სადაც ყავდა არაერთი პარიკის მომხმარებელი ქალბატონი, რომლებიც უთხოვდნენ პარიკის მოვლას, მოწესრიგებას, რესტავრაციას. პარიკი არის პროდუქტი, რომელსაც ჭირდება რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ რესტავრაცია. თუმცა აი ამ ყველაფერ განადგარების გარეშე ეს პროცესი არის შეუძლებელი. ზუსტად მახსოვს, ეს იყო პანდემიის პერიოდი, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბიზნეს პროექტებზე მუშაობა. გაზაფხულივით გამოანათა პირველმა დადებითმა პასუხმა, როდესაც შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთი ორგანიზაცია შეიძენდა ჩვენთვის საკერავ მანქანას. პარიკს იყენებენ ადამიანები, ვისაც აქვთ რაღაც ქრონიკული დაავადებები, მაგალითად ალოპეცია, როდესაც დაბადებიდან, ბავშვობიდან ან თუნდაც შეძენილი ასაკის შემდეგ ხდება თმის ცვენა. ასევე ჩვენი პარიკის მომხმარებლები არიან ონკოპაციენტები, რომლებიც დროებით იყენებენ, სანამ მკურნალობის პროცესი გრძელდება. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ პარიკის მოხმარება ამ პერიოდში უფრო მეტად ტენდენციური გახდა მოდის თვალსაზრისით, ანუ შესაძლებელია გოგონებს უბრალოდ თმის შეღებვა არ სჭირდება, არ უნდოდეთ, იმიტომ რომ თავისი თმა არ დააზიანონ და ასე დროს ირჩევენ პარიკს მრავალფეროვნებისთვის, სხვადასხვა სამოს უხამებენ, არა მხოლოდ პარიკს, არამედ მილიონი პროდუქტი არსებობს ჩვენ შოურუმში, რაც ეხება ნახევრად პარიკი მხოლოდ წინამო ან შინიონი თმის დაგრძელებისთვის და ბევრი დეტალი არ არის აუცილებელი მხოლოდ პარიკის მომხმარებელი იყოს, ვთქვათ, ჩვენი სტუმარი. ამ ეტაპზე ერთი თვის ჭრილში 150-დან 200 ერთეულამდე პროდუქტი იყიდება ჩვენს შოურუმში, თუმცა რა თქმა უნდა მუშაობთ იმ საკითხზე, რომ ეს რაოდენობა გაიზარდოს მთელი საქართველოს მასშტაბით და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ, რომ გაყიდვები გქონდეს მსოფლიოს მასშტაბით, ვაგზავნით ფოსტის საშუალებით ამ ეტაპზე, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი სურვილი და სამომავლო პერსპექტივა უკავშირდება აი ამ ყველაფერს, რომ შევძლოთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანა და სანამ ექსპორტზე გავალთ, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით დავაკმაყოფილოთ ის რესურსი, რაც ამ ეტაპზე არის. ჩვენი საწარმო მდებარეობს სოფელ გამარჯვებაში. ეს იდეა გვინდოდა განგვეხორციელებინა იმის გამოც, რომ ჩვენ სოფელთან მქონოდა მჭიდრო კავშირი და დავხმარებოდით ადგილობრივ თემს. ჩვენ საწარმოში დასაქმებულები არიან მრავალშვილიანი ქალბატონები. ჩვენი საქმიანობა დამოკიდებულია ნედლეულზე. ეს ნედლეული არის ნატურალური თმა. თმას ვიბარებთ მთელი რეგიონის მასშტაბით. ეს არის ქართული კავკასიური თმა, რაც არის ძალიან ძვირფასი და მაღალხარისხიანი, რაც უშუალოდ ხაზს უსმევს ჩვენი პროდუქტის მაღალხარისხიანობაზე. ვიბარებთ მთელი საქართველოს მასშტაბით და გვეხმარებიან სხვადასხვა სილამაზის სალონები. ვიბარებთ ჩვენივე სილამაზის სალონში
და ეს ჩაბარებული თმა მოდის საწარმოში, მუშავდება, გადის სხვადასხვა სადეზინფექციო სამუშაოებს და მერე უკვე იქმნება უამრავი ულამაზესი ნაკეთობები. ჩვენს პროდუქცია მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. აქედან გამომდინარე გვიწევს კადრების მუდმივად გადამზადება და შესაბამისად საწარმო უახლეს პერიოდში ითხოვს სხვა მასშტაბზე გადასვლას. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. დღეს კიდევ ერთი ისტორია მოგიმზადეთ პიროვნებაზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოსტზე არის არჩეული მსოფლიოში, ჯერ კიდევ 2013 წლის 13 მარტიდან. მისი სახელია ხორხე მარია ბერგოლიო. ოღონდ ეს ერის კაცობაში. და 12 წლის წინ კონკლავის გადაწყვეტილებით ის იკურთხა კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაურად. სახელი ფრანცისკე აიღო წმინდა ფრანცისკე ასიზელისგან. იგი პირველი იეზუიტი პაპია, პირველი ამერიკის სუბკონტინენტიდან და პირველი სამხრეთ ნახევარსფეროდან. გარდა ამისა, არის მეორე არაევროპელი პაპი, სირიელი გრიგოლ მესამეს შემდეგ. პაპად არჩევამდე იგი იყო კათოლიკური ეკლესიის არგენტინელი კარდინალი, 1998 წლიდან მსახურობდა ბუენოს აირესის არქიეპისკოპად და არქიეპისკოპოსად უკაცრავად, ჩემი ბრალია. 2001 წლიდან კი კარდინალად. ბოლო პერიოდში თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული რომის პაპი საკმაოდ ავადმყოფობს და ისმის სხვადასხვა ისტორიები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხო და ჩვენ გადავწყვიტეთ რახან ამ კვირაში მისი პაპად კურთხევის თარიღია. შემოგთავაზოთ ისტორია ხორხე მარია ბერგოლიოზე, კათოლიკური ეკლესიის კარდინალის ცხოვრებაზე, ვიდრე რომის პაპობამდე. რომის 266 პაპობამდე დიდი გზა იყო. იტალიელი იმიგრანტების ოჯახში ბუენოს აირესში დაბადებულმა ხორხე ბერგოლიომ განათლებაც არგენტინაში მიიღო. შემდეგ კი სწავლა ვილია დევოტის სემინარიაში გააგრძელა. მერე იყო იესოს საზოგადოება ლიცენზიატის ხარისხი ფილოსოფიაში, ლიტერატურისა და ფსიქოლოგიის შესწავლა და საეკლესიო ცხოვრება. ასე უჩვეულოდ დაალაგდა ეს ამბავი. ბერგოლიომ თავისი სასულიერო საქმიანობა არგენტინაში დაიწყო და წლების განმავლობაშიც აგრძელებდა. ჯერ კათოლიკე მღვდლად, შემდეგ არგენტინაში იეზუიტების პროვინციის უმაღლესი გახდა. 90-იანების მიწურულს კი ბუენოს აირესის არქიეპისკოპოსის პოსტიც დაიკავა. 2001 წლიდან კი კარდინალი გახდა. ბერგოლიომ რომის პაპის პოსტი 2013 წლის 13 მარტს დაიკავა, ხოლო მისმა წინამორბედმა ბენედიქტ მე-16-მ საეკლესიო პოსტით დატოვა. წმინდა ფრანცისკე ასიზელის პატივსაცემად ხორხე ბერგოლიომ პაპი ფრანცისკეს სახელი აირჩია. ამგვარად კათოლიკური ეკლესიის მეთაურისა და ვატიკანის სახელმწიფო სუვერენის ადგილი ისტორიაში პირველად დაიკავა იეზუიტმა. ის ამერიკის სუბკონტინენტიდან და სამხრეთ ნახევარსფეროდან პირველი პაპია, გარდა ამისა მეორეა არაევროპელ პაპებს შორის სირიელი გრიგოლ მესამის შემდეგ. პაპობის განმავლობაში ფრანცისკე ჩამოყალიბდა როგორც ეკლესიის რეფორმატორი, რომელიც ყურადღებას სოციალურ სამართლიანობაზე, ეკოლოგიასა და მშვიდობაზე ამახვილებს. მუდმივად მხარს უჭერს ღარიბ და მარგინალიზებულ ადამიანებს, ეკლესიას კი უფრო მეტი ინკლუზიურობისა და ღიაობისკენ მოუწოდებს. 2013 წლიდან მოყოლებული ეკლესიისადმი მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა. მან 2015 წელს ენციკლიკაც კი გამოსცა ლაუდატო სი, რომელიც ეკოლოგიურ კრიზისსა და კლიმატის ცვლილებებს პრობლემას ეხება. სწორედ ფრანცისკემ წამოიწყო ვატიკანში ფინანსური და ადმინისტრაციული რეფორმები, რათა გამჭვირვალობა გაიზარდა და კორუფციასთან სათანადოდ ებრძოლა. პაპის მხარდაჭერა აშკარა და შესამჩნევია მიგრანტების და ლტოლვილების მიმართაც ის სხვა ქვეყნებსაც ამისკენ მოუწოდებს და მუდმივად აცხადებს, რომ უფრო ჰუმანური პოლიტიკა უნდა გაატარონ. ბოლო პერიოდში ცნობები პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მთელს მსოფლიოს მოედო. 14 თებერვალს ინფექციის გართულების გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალობის პროცესში პაპს ასთმური რესპირატორული კრიზისი განუვითარდა, რამაც მისი მდგომარეობა კრიტიკული გახადა. ამჟამად ვატიკანის პრესამსახური აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პაპი თავს კარგად გრძნობს. თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ გამონაკლისის აუცილებლობა დადგეს და პაპმა თავისი პოსტი გარდაცვალებამდე დატოვოს. მნიშვნელოვანია იმის დამახსოვრება, რომ ჩვენ ვერ გავხდებით ისინი, ვინც გვინდა, იმის დატოვების გარეშე, რაც ვართ. მაქს დეპრი. გასულ კვირაში 30 წელიწადი შესრულდა თანამედროვე ბანკინგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალიდან
ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი საფინანსო ინსტიტუტის Barings ბანკის კოლაფსიდან. ჩვენი აზრით, ანუ BMG-ს გუნდის აზრით, სწორუპოვარი განვითარებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ წარმატების ისტორიების გადმოცემა. ამიტომ თქვენთვის ვიწყებთ ერთგვარად სიუჟეტების და ვიდეო ისტორიების სერიას მსოფლიოში გახმაურებული გაკოტრებების, გაბანკროტების თუ ბიზნეს წარუმატებლობების შესახებ. ეს ყველაფერი მგონია, რომ უკეთ დაგვეხმარება არა მხოლოდ თვალსაწიერის და ცოდნის ზრდაში, არამედ დაგვაზღვევს ნებისმიერი სახის მსგავსი ან შესაძლო შეცდომისგან. მაშასე, როგორ გაკოტრდა 200 წლოვანი ისტორიის მქონე საბანკო გიგანტი რამდენიმე თვეში? ამას გიყვებით ჩვენი სიუჟეტში. 1762 წელს ფრანცის ბერინგმა საფუძველი ჩაუყარა ბრიტანეთის ერთ-ერთ უძველეს საბანკო ინსტიტუტს, Barings Bank-ს. თავდაპირველი სახელწოდებით Francis Baring & Co. ახალი საფინანსო დაწესებულება მცირე სავაჭრო ბანკი იყო, რომელიც ბერინგების ოჯახის ხელმძღვანელობით აქტიურად მონაწილეობდა სასაქონლო ვაჭრობისა და გადაზიდვების დაფინანსებაში. ბერინგებმა საბანკო სერვისების დივერსიფიკაცია სწრაფი ტემპით დაიწყეს. ინგლისიდან საერთაშორისო ასპარეზზე გადაინაცვლეს და მალევე დაპარტნიორდნენ ევროპის იმ დროისთვის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის ჰოლანდიურ Hope & Co-სთან. 1774 წლიდან ბერიнгსის ბანკი შეერთებული შტატების ბაზარზე შევიდა. 90-იანი წლებისთვის კი Hope & Co-სთან პარტნიორობითა და ფრანცის ბერინგის ძალისხმევით ბანკის რესურსები ლონდონში და მის მიღმა იმდენად გაიზარდა, რომ ბერიнгსმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 400,000 ჰექტარი მიწის შეზღუდვა დააფინანსა, ტერიტორიის, რომელიც მეინის შტატის ნაწილად იქცა. 1800-იანი წლებიდან ბერინგს ბანკი უკვე ცნობილი იყო თავისი საბანკო სერვისებით, საინვესტიციო მიმართულებითა და სტაბილურობით. მეტიც, სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციებისთვის ბერინგსი იყო პირველი არჩევანი როგორც კორპორაციულ, ისე სამთავრობო დონეზე. ოჯახური ბიზნესი წარმატებით განვითარდა და შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და აზიის ბაზრებზე გავრცელდა. მე-20 საუკუნიდან ბანკმა თავისი ოპერაციები კიდევ უფრო განავრცო და ლონდონის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი გახდა. ფირმა ცნობილი იყო როგორც მრავალფეროვანი სერვისებით, ასევე თავისი კლიენტურით, რომელთა შორისაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახი და თავად დედოფალი ელიზაბეთ მეორეც ირიცხებოდა. Barings Bank-მა სტაბილური ფინანსური ინსტიტუციის რეპუტაცია 200 წლეულის განმავლობაში 1990-იან წლებამდე შეინარჩუნა. ვიდრე ერთი კაცის არაავტორიზებულმა ოპერაციებმა ბანკი გაკოტრებამდე არ მიიყვანა. ნიკ ლისონი, დერივატივებით მოვაჭრე ახალგაზრდა ფინანსისტი ბერინგსის სინგაპურის ფილიალში მუშაობდა. ლისონის სპეციალიზაცია ფიუჩერსულ კონტრაქტებთან დაკავშირებული მაღალი რისკის შემცველი ფინანსური ოპერაციები იყო. რასაც იმდენად წარმატებით უმკლავდებოდა, რომ ბანკში 28 წლის ასაკისთვის უშუალოდ მაღალ თანამდებობაზეც მალე დაინიშნა. ლისონის წარმატებულ საქმიანობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 1994 წელს მან პრემიის სახით $4 მილიონ მეტი მიიღო. ლისონის თანამდებობა მას საშუალებას აძლევდა აზიის ფინანსურ ბაზრებზე სარისკო ოპერაციები ეწარმოებინა, მეტწილად ფიუჩერსული კონტრაქტების მიმართულებით. ახალგაზრდა ტრეიდერს მოგება არბიტრაჟით უნდა მიეღო. საფონდო ინდექს Nikkei 225-ის კონტრაქტები ოსაკასა და სინგაპურის საფონდო ბირჟებზე უნდა გაეყიდა. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ლისონს მომხმარებლის ფულით კონტრაქტები ერთ ბაზარზე შეეძინა და მეორეზე მცირე მოგების სანაცვლოდ გაეყიდა, ტრეიდერმა მსგავსი ოპერაციებისთვის ბანკის ფინანსების გამოყენება დაიწყო და 20,000-მდე ფიუჩერსული კონტრაქტი შეიძინა, რომელთა ღირებულებამაც ჯამურად 827 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიაღწია და ბანკის კაპიტალს თითქმის ორჯერ გადააჭარბა. ლისონის გათვლები არ გამართლდა. კოტირებებმა ვარდნა დაიწყო, რის გამოც ბანკი ყოველდღიურად ასტრონომიულად ზარალდებოდა. არასანქცირებული ოპერაციები თვეების განმავლობაში რჩებოდა ბანკის ყურადღების მიღმა, რადგან ლისონი ტრანზაქციებისთვის საიდუმლო ანგარიშს იყენებდა. ბერინგსის რისკების მართვის დეპარტამენტმა დარღვევები მანამ ვერ აღმოაჩინა, ვიდრე ძალიან გვიანი არ იყო. ამბის გასაჯაროების შემდეგ ბერინგსმა ზარალის ამოღება ვეღარ შეძლო. 1995 წლის 26 თებერვალს ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გავლენიანი ბანკი გადახდის უუნაროდ გამოცხადდა. ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც სამეფო კარის ფინანსებს 10 წლეულების განმავლობაში განკარგავდა, გაკოტრდა. ბერინგების ოჯახმა ფირმა ჰოლანდიურ ბანკ ING-ს 1 ფუნტ სტერლინგად მიყიდა. ლისონს კი თავისუფლების 6.5 წლით აღკვეთა მიესაჯა. ბერინგს ბანკის კოლაფსი თანამედროვე ბანკინგისა და ფინანსური ბაზრების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანსვეტია. ბანკის გაკოტრებამ თვალსაჩინო გახადა საფრთხე, რომელიც სარისკო ოპერაციებს ახლავს თან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კომპლექსურ საფინანსო ინსტრუმენტებს ეხება. ბანკის დაცემამ ფინანსური სექტორი გაზრდილ რეგულაციებამდე და მსხვილ რეფორმებამდე მიიყვანა. მოვლენა გამოფხიზლების ზარი აღმოჩნდა ბანკის მმართველი რგოლისთვის მთელ მსოფლიოში.
სკანდალმა ბანკების მხრიდან ტრეიდერების კონტროლის მექანიზმების ამოქმედების საჭიროებაც გამოკვეთა. ტრაგიკული დასასრულის მიუხედავად კი ბერინგსის ბანკი კვლავ რჩება ერთი მხრივ ფინანსური ძლევამოსილების, მეორე მხრივ კი საფინანსო სამყაროში არსებული რისკების სიმბოლოდ. ყველა შეუძლია საჭის დაჭერა, როცა ზღვა მშვიდია. პუბლიუს სირიუსი. ბიზნეს კვირეული დასრულებულია. მსოფლიო და გარშემო თუ გარემო ჩვენ შორის სრულად არის გასული გონივრული პროგნოზირების ზონიდან. ეს ეთყობა ეკონომიკას, ეთყობა ბირჟებს, ინდექსებს მსოფლიოში და ყველაფერი ცხადია პოლიტიკური ვითარებიდან მომდინარეობს, რომელიც ჯერ ვერ უახლოვდება გორდიას კვანძის გახსნას. ჯერჯერობით ვაგრძელებთ ყოფას, საქმიანობას და ცხოვრებას რეჟიმში, როცა უსასრულო მოლოდინებს გაურკვეველ მომავალთან დაკავშირებით ამძაფრებს რთული და სრულიად არაპროგნოზირებადი ყოველდღიურობაც. ეს არის რეალობა. ჯანმრთელობას და ბარაქას გისურვებთ ყველას. მადლობა ყურადღებისთვის და შეხვედრამდე. გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola.